Berliner Straße. 9 მაისი გერმანიაში ჩვეულებრივი დღეა. გუშინ 8 მაისს გათავისუფლების დღე იყო. გათავისუფლების ნაცისტური კოშმარისგან. ასევე იყო დღე დასასრულისა. ანუ დასრულდა ილუზია, რომ გერმანია უპირველესია ქვეყნებს შორის. რომ მესამე რაიხი 1000 წლიანია, რომ გერმანელი უმაღლესი რასის წარმომადგენელია. 80 წლის წინ ეს ქალაქი მკვდართა ქალაქი იყო. ქუჩები გვამებით და ნანგრევებით სავსე, სარდაფებში შეყუჟული ბავშვები და ქალები. რაიხსტაგზე წითელი დროშა. ამერიკელი, ბრიტანელი და საბჭოთა ჯარისკაცები. ტანკები და ქვემეხები. აფეთქებული თუ აუფეთქებელი ნაღმები. შუაზე გახლეჩილი ქალაქი, რომელმაც ომის შემდგომ კიდევ 54 წელი იჯახირა და სისხლი ღვარა, რომ ევროპულად 7 ღია და თავისუფალი გამხდარიყო. ქალაქი, რომელსაც დღეს კომუნისტურ შტაზური წარსულის იარები უფრო ატყვია, ვიდრე ყველაზე გამანადგურებელი ომის ეპიცენტრის. ნატყვიარები, დარჩენილი. ხო. გაზაფხულის მზით განათებული მეგაპოლისი, ღია კაფეები. ყველა ასაკის ველოსიპედისტი, გრაფიტი, ახალი და ძველი დაბომბებს გადარჩენილი სახლები, სტუდენტები და ოფისის თანამშრომლები, ქუჩის მუსიკოსები და უბრალოდ ტურისტები. ასე დაიწყო ჩემი სამდღიანი ექსპედიცია მსოფლიო ქალაქში, სადაც ჩემს საყვარელ რესპონდენტსა და მეგობარს ბიძინა ყანჩაველს ჩავაკითხა. ბიძინასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუებს აქიხილავთ. ჩემივე არხზე. გირჩევთ აუცილებლად ნახოთ ისინი. დღეს კი გთავაზობთ კიდევ ერთი შეხვედრის ამსახველ ვიდეოს, სადაც ბიძინას ახალ, უნიკალურ პროდუქტს გაეცნობით. თავი ძალიან მომარ შეგაწყინოთ და დავიწყოთ, მაგრამ თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ვიდეო ისეთი მწყობრი არ იქნება, როგორცაც ჩემს არხზე მიეჩვიეთ. ჩვენ საოცარი არომატებით გაჟღენთილ ოფისშიც მოგვიწევთ ჯდომა და ქუჩებშიც გავისეირნებთ. ნახავთ ბერლინურ მშრალ ხიდებს, იგივე ბაზრობებს, იგივე ეგრეთ წოდებულ ფლომარკტებს და მოусმენთ ქუჩის მუსიკოსების ულამაზეს ბლუზს. დავსხდებით კაფეში და ვისაუბრებთ. და ვისაუბრებთ არა მხოლოდ არომატებზე, სურნელებზე. გავიგებთ თუ რა წინაპირობაა საჭირო, რომ წარმატებული გახდე და მიუხედავად ბევრჯერ ფეხის წამოკვისა, მაინც შეინარჩუნო წონასწორობა და სულა გააგრძელო. მაშასე, ბიძინა, ბერლინი, 2025 წლის 9-11 მაისის ქრონიკა. დავიწყოთ. აგებულია პროექტი ხდებოდა ეს ბეტონის აი დაკონსერვდა აჰა პროექტი არცერთი არ არის სტანდარტული ხო არცერთი არ არის ამას კაცმარცის ატომას დაუსხდა თავი ამგე ხო იმორცალ მაგრამ ასე დარჩება აღარ გავასწორებ არა ძალიან კაი მე მომწონა და თუ გითხავ მაგას ცოტა განსხვავებული ფასინა და ეს კაციც ყავდა? კაცია თუ ვინა? წითელი. რომელი? წითლები. აი ეს. წითლები ხო მაგრამ ფორმის ზერნა იყო ხო ერთი ფორმის ზერნის პროცესის ნაწილია ასე ვთქვათ. მოიტანს ბავშვი ამდენ. Ამდენ ყავს მოიტანს ბავშვი. Du schaffst das, oder Anni? Ja, ich trinke erst meinen Kaffee und dann auch nicht beide. Aber wenn du diese Dings nimmst, du kannst auch deine dann nicht nehmen. Ich frage mal, wenn die sowas haben. Haben die? Okay, ja. Dann frage ich dann. Ja. Die kann ich schon dann auch. Anni, wie lange arbeitest du schon bei mir? Schon 4 Jahre, oder? 2022, glaube ich. Ja, fast. Ja.
თავიდან ალკოჰოლი მძლავრო, მე მოდის ვუდ როგორ ახე? ხო, ხე არის. ყავი 100%-ით. და უფრო ისეთი ის არა, ანუ სასმელი არა თქონია. სასმელს უფრო გავს ვისკი. ხომ ალკოჰოლის დომინირებს ან დრო უნდა, მაგრამ ხელზე უფრო გამოჩნდება, იმიტომ რომ ხო, აქ ალკოჰოლი გადავიდა, აქ ალკოჰოლი არის ისე. და შემდეგ მაჩვენე? პრეტენზიული ტიპია, ხო, შედარებული, ნახე. და ესეთი სასწაული პარფუმში ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ასოციალური და ძალიან ინდივიდუალურია, ხო? მოგწონს, არ მოგწონს, რა მოხდები რა არის, საერთოდ მიხვდე, რომ არის ორშინით ყავი, ან ხე. ვერ გამოიცნო. აი უძლიერესი ყველაზე გამოცდილი, უძლიერესი სულ ყველაზე გამოცდილი პარფუმერი შეიძლება პარფუმერში ვერ გამოიცნოს. შემადგენლობაზე, სონის წყაროზე, ცხვირით, ხო რა აიბეში, ანუ ვინმე თუ იტყვის, ან ეს ღია არის, ანუ მოდის სუნი, ეს შეიძლება გამოიცნოს ზემო პარფუმერი, არის, მაგრამ არის შემთხვევები, გამორიცხულია გამოიცნოს. ანუ თუ ვინმე თუ იტყვის, რომ ყველაფერს ეს ტყუილი, იმიტომ რომ იმდენი პარფუმში ხანდახან იმდენი როშტოფი, იმდენი მასალა, ხო, და ეს თავი გრუნტ მასალა არის 70-ამდე წარმოიდგინე. და ესენი ისე ეფარებიან ერთმანეთს, ისე ახალ რაღაცებს ქმნიან, რომ წარმოუდგენელია ცხვირმა, ადამიანის ცხვირმა და ცხოველის ცხვირმა საერთოდ, იმიტომ რომ ის ხებას არიელენ ის აღარ არსებობს. დაუშვათ ჩავდები მე, გამოვიყენე ხის პარფუმი, რომელიც დაუშვათ შეიძლება თქვა, რომ ძალიან მაგრად იცი. უიცნობ დაზეპირებული გაქვს ისე გადათიცი. აი ზუდი მაგალითად, ეს სოკო რო არის. არა, შეიძლება დაუშვათ სოკო, ხო, სოკოს ფორმის არომა. ხო და ის კომბინაციაში რაღაცასთან რომ მოვიდა, ეს არის, ამას ქვია აკვატიში, ანუ წყლისებური ესენი ძირითადად უფრო საზაფხულო აი ეს ისიმიაკი და ასეთი ტიპის პარფუმები რომ მზადდება, ანუ აქა ის რეცეპტურები 15 წუთის გაკასაკეთებელი პარფუმია. 15 წუთში ანუ გაკეთება შეიძლება ითქვას რომ აი ფერებივით იყოს ცა? ხო და მაგის პომიდორები აზიმიდან დავამთრო არ გამაქცევთ რომ ის თული ჩამოსაყალიბებელია. ანუ პარფუმი მიუხედავად იმისა, რომ მაგათ ნახავს რომ დახედავ, ხო, სიტყვაზე ვთქვათ, იცი რა ფერებია, ხედავ 100%-იანი რა არის გაკეთებული. ხო, იქ ფილმს ან მუსიკა. ხო, შეგიძლია დაკროვა, იმიტომ რომ გაზომვადი არის. და ყნოს ვისაღება ძალიან სუბიექტური არის, ინდივიდუალური. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება როგორც წეხარ მომდირო ძალიან დიდმა პარფუმერმა სოფლიოში, ძალიან დიდ პარფუმერზე საუბარია გამოცდილება, და პარფუმში ყველაზე თავარი, ერთ-ერთი ყველაზე თავარი არის გამოცდილება. ანუ შენი წვლილი როგორ არის დახვეწილი, რამდენიმე გადაიწერა, რამდენი კომბინაცია დაღადოს, რამდენი გამოიცემ. შეიძლება ვეღარ გამოიცნოს. შეიძლება კი არა ვერ გამოიცნო, გამორიცხდა. მინს ამბობს რომ ყველაფერს ესე სრულიად ტყუილი, იმიტომ რომ არ არსებობს ის ფიზიკურად ის ფორმულა, რომ იქ გამოიცნო, იმიტომ რომ იმან მოკლა ეს პარფუმი საერთოდ გაანადგურა. და იმდენ რთულია 70 დაუშვათ ზოგიერთ პარფუმში არის რთულ პარფუმებზე აქვს საუბარი და არა დაუშვათ იქ დუგლაში რო იყიდება ბოსის თუ რაღაცას დიორები და ესენი პარფუმები არ არიან, ანუ ესეთი პარფუმერები არ არიან, ანუ შექმნელები არ არიან. ხო, დიორის სახლი არსებობს, რომელიცაც მუშაობს ახალგაზრდული ჯგუფი, ხო. კომერციული თვალსაზრისით თავის თავზე აიღო პარფუმების წარმოება. არაფრში არ არის. მოდას ისევე შეეძლო გაეკეთებია, რა ვიცი რა. ნუ სათვალეების სხვა ის სათვალეების წარმოება. არა და სხვა სპეციალობა, აი სრულიად განსხვავებული სპეციალობა. აი მაგალითად სამზარეულოს შეფს შეიძლება კიდე უფრო აეღო თავის თავზე, გაცილებით მეტი ისა აქვს, რა ქვია, სიახლოვე ამ პროფესიასთან, პარფუმის შექმნასთან, ვიდრე მოდას. ხანდა გემოვნება და ყნოსვა ერთმანეთთან სხვადასხვა საქმეს, ხო, სხვა პროფესიები. ხო, მაგრამ ხო იწვევენ ესენი, სხვებს იწვევენ, რომ თვითონ ხო, მაგრამ ესენი იწვევენ ესე და პარფუმი როგორც ღირებული ხელოვნების განვითარება კი არ ხდება, ესენი ხდება კომერციული პროდუქტების წარმოება, რომ მასაზე იმუშაოს, ანუ მასა მატაროს ეს პარფუმი. ანუ მასასაც მოწონს.
ხვდები, აი რომ მაგალითად კინოშიც იგივე და ლიტერატურაშიც იგივეა, ხო? ხო, მაგრამ არის კინო თქვა იგივე არტჰაუსი, არის ხო, მაგას ვამბობ. არის რაღაცა ბაევიკები და მაგას ვამბობ, ხო, ბლოკბასტერები. რო შეადრო მაყურებელი, რომელსაც მეტი ყავს, ანუ გაცილებით სულელურ ფილმებს უფრო მეტი მაყურებელი ყავს, ვიდრე განსაკუთრებულ ხელოვნების ნიმუშებს, მაგალითად. აი რაც არ უნდა კომპლექსური რაღაცა მაღალ ფარდოვანებაზე და სითულეებზე პარფუმისას ვილაპარაკო და რაცა აბსტრაქტულისა მისი აღქმა რო რანაირი სუნი აქვს, ხო? ყველა ადამიანს გამოგიდებლად იმისა, რამდენად ესმის ეს ამდენად არ ესმის, ხო? რაღაცა სურათი შეუძლია თავის ინდივიდუალური გამოდროს თქვას, რომ ეს კარგია თუ რამე განსაკუთრებული პარფუმი თუ არის ამას რომელსაც ადამიანს რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს პარფუმზე იმანაც შეიძლება დასვას დიაგნოზი ეს ამთელი საინტერესო ვა ეს რაღაც განსაკუთრებული ისიც მიხვდება აიგე მაგრამ პარფუმში ისე არის რომ ნუ თვითონ თქვა იგივე გამყიდველმა შეიძლება ისეთ რაღაცა შეგაჩეჩოს ხელში და ესე იმდენად სუბიექტური და ასოციატიურია რომ აი არაფერი შეიძლება მოყიდო და იმ წუთას შენ მაგონებამ რაღაც აღიქვას რაც არ არის იმაში ერთია რომ მე გელაპარაკე და დაღნოსე და გადაირიე და მე 1 საათის შემდეგ შეიძლება მოგიწონო მე და თვალები დახურა ახალი რაღაცა მოგიწონე თუ გითხრა და დაგაყნოსო და შეიძლება საერთოდ ვერ მიხდოდეს იგივეა სხვა ფურა ცუდია არადა წახანა თქვა ფურა გენიალურია ჩვენი აღქმა არის ხო საბოლოოდ და რას გიღვიძებს იმიტომ რომ სონი ბევრ ამას გიღვიძებს ისეც რომელიც დამალული არის შენს უკან ამაზე ჩვენ წინა ინტერვიუშიც გქონდა საუბარი ხო რომ აი ბევრს თქვა იგივე შენმა საპონმა გაახსენა რაღაცები ძალიან ძველი გრძნობის ორგანოა ძალიან დახვეწილია იმიტომ რომ ფაქტიურად ყველა ცხოველს ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს ყნოსვა ხედველობა შეიძლება არ კონდეს შეიძლება გემოვნება არ კონდეს მაგრამ ყნოსვა აქვს ყველას იმიტომ რომ ეს არის აი გადარჩენის ძალიან პირველი ისი ხო ამიტომ ძველი ორგანოა ამიტომ ჩვენ ძალიან ხო, ვიზუალურად საჭმელს რო ხედავ, ხო, ვიზუალურად ვერ აღიქვა მის კაია. არა, სუნზე გემართება, ხო, სუნზე გემართება საშინელება. ასევე სუნმა შეიძლება ძალიან ცუდად გაგხადოს, ასევე მე მაგალითად არომათერაპიას, რომელსაც არ ვაღიარებდი, ეხლა ციბერეში აშკარად ჩემთვის აი სუნამოები და სუნები რაღაც ბევრ რაღაცას ნუ ეს არომათერაპია ვიღაცას არ უნდა ეგონოს, რომ ერთხელ დავყნოსე და როგორც თო, რა ქვია, ასკოფენის რა ქვია, ესე არ მოხდება, ხო, ეს რაღაც პროცესი არის, გარკვეული პროცესია ეგ და ხო, იმიტომ რომ ჩვენ twin წარმოიდგინოთ ხო არის როგორც ბიბლიოთეკა სადაც მარტო ის წიგნები აწყვია, რაც აქამდე წიგნები არის დაწერილი ამ ბიბლიოთეკაში, რაც აქამდე ამ ადამიანმა გამოიარა, ეგ სხვა წიგნები არ დევს, მარტო ის წიგნები დევს. და რაღაც არის ბიბლიოთეკაში ჩვენი შეგრძნებებით შევდივარ და ვაღებთ იმ წიგნებს და ვნახულობთ. ხო, მე გადავიწყებულია. ზოგთან აქ თვალს შეხება, ზოგთან აქ წხვის შეხება მარტო. იქ ყნოსვის გარეშე ვერ მიხვალ იმ წიგნებთან, იმ ასოციაციებთან, რაც ამ ბიბლიოთეკაში აწყვია. როგორც ასეთი არობის თერაპია რაღაც ოფიციალურად არსებობს, ძალიან პრიმიტივად. ხო, არა, არსებობს. კინოთერაპია არ არსებობს. ჩვენ მუსიკის თერაპიას ჩვენ თვითონ ვირჩევთ. მე ეს მუსიკა მშველის, შენ ის მუსიკა შველის, როცა ცუდად ხარ. ხო, და თავი თემნა არა. Hallo Anni. Hallo. Ich habe mir doch noch ein Stück Kuchen. Ja, siehst du? Okay, also. Hat er die doch gehabt? Welcher jetzt Americano ist, Americano. aber ich weiß nicht genau, müsste ich okay. schauen. Zucker braucht ihr ja nicht, oder? Vielleicht eher. Shakari? არა, ნო. არა. უი და კარგი შა. იმიტომ რომ ამერიკანო ხო ძლიერია. შაქარს აიწყო. არ შეიძლება. აი რატო იცი ის მას მივხვდი რომ პარფუმით უფრო მოატყუებ ადამიანს. ლიკვიდით რთულად მოატყუებ. აი იქ ხა ფიზიოლოგიური დამოკიდებულებაც არის იქ. არა, ორი ფაქტორი მუშაობს. იქ მუშაობს ხვირი და გემო. გემო და მესამე ფაქტორი ნიკოტინი დამოკიდებულება. და იქ მუშაობს კიდე ის რომ დაუშვათ ლიკვიდში, ანუ ასეთი ტიპის კონზუმირება ხდება გამუდმებით. ზებდასწორები, ანუ გამუდმებით ეწევი. და ის გამუდმებით უნდა ფუნქციონირებდეს.
ხო არ უნდა გბეზდებოდეს. არ უნდა გბეზდებოდეს. პარფუმი ისიც რაღაცაა, რომ პარფუმი შეიძლება პირველ დაყნოსაზე ჭკვიდან გადახვიდე რაღაცა. კი, პარფუმშიც იგივე მოხდება, დავუშვათ როგორ ვაკეთებ, რომ ეს არ იქნება რომ 2 დღეში მოგბეზდა რა. პირველ დღეს აღმოჩნდა ყველაფერი და იქ დაიწყო თეატრი და იქვე დამთავრდა თეატრი. ხო, კი, განგრძობად უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა, მაგრამ მსგავსი ის იყო პროცედურა თვითონ დამზადების იყო ერთნაირი. ტექნიკური რაღაცები არის, ცოტა სხვადასხვა. მსგავსებები ბევრია, სირთულეები სხვადასხვანაირი არის ორივესთან. ხო. და განსხვავებებიც ბევრია. ამ ორ შორის. ხო, ტექნოლოგიას ამბობში. პროცესში. ხო და შედეგი რა გინდა კიდე, აი ლიკვიდში კონკრეტული შედეგი არსებობს. მივხვდი რას გეუბნები. ლიკვიდში ძალიან აი პარფუმში მაგათაც კონკრეტული შედეგი არ არსებობს. კონცეფცია ის კონცეფცია რომ ფერი გადავაქცეს სუნად, ყვითელი და თეთრი. მივეცი ფორმა სუნის. და შემდეგი პროექტი არის ემოცია, გარდა იქნება სუნად. და რა თქმა უნდა ეს იქნება პარფუმი, რომელიც შეგიძლია იხმარო და ხმარო კიდევაც და მოხსოვს კიდევაც სული. ეს არ არის აუცილებლად დაუშვათ, მაგრამ თელი კონცეფტი ის არის რომ დაუშვათ სიხარული რა არის ჩემთვის, როგორი სუნი ასდის სიხარულს. მონატრებას, როგორი სუნი არის მონატრებას. ეს ახლა ძალიან კიჩი ემოციებია, მე რა ემოციებს ვაკეთებ ამას არ ვიცი. ხო, ვიცი, ხო. ეს ახლა ამ ემოციებს რა გავაკეთებ, იმიტომ ეს მე ძალიან ისეთი გაბლაგული, დებილური, მობეზრებული, ამოღეჭილი, გადაღეჭილი, გადაკურთხებული, ზოგადად დიდი ბოდიში ამისთვის. ამას რა ვაკეთებ, რაღაც გარკვეულ ემოციებს ვაკეთებ, რაც უფრო ინტერესი იწვევს საზოგადოებრივ ადამიანს და არა კომერციულს რაღაც ბედნიერება და ყველა კარგად ვარ და აბა რა კაი სუნიათ. ეს ემოცია იქნება სუნისგან გამოწვეული თუ სიხარული ხო თქვი დააღრმავდა და აი სიხარულის სუნი იქნება აქ. ხო აი პარფუმერში რო არის სიხარულის სუნი რო აქ რო შეაგროვებს და მე ზაგიჟეთ ხდება ხო. ხო მაგრამ ერთ კონკრეტულ ისტორიაზე დავშვა. ხო იქ ერთია. ხო ის სუნზეც აღარა იქ მთელი დრამატურგია თვითონ ლიტერატურული დრამატურგია უფრო სუნებია გამოყენებული თორე. შენ კარნახობ ფაქტიურად შენი სუნით კარნახობ იმ ადამიანს რომ ეს შეიძლება იყოს ნოსტალგიის სუნი? ასაკვირველია, ყველა ხელოვნური მაგას არ აკეთებს. ხო, პრინციპში. ხელოვანი მეცნიერი განსხვავდება იმისგან, რომ მეცნიერი რო გეუბნება, რომ 2x2 არის 4, ეს უნდა დაგისაბუთოს, აგიხსნას და ადასტუროს, სხვა მეცნიერმა უნდა გადაამოწმოს დასვას შეკითხვები, იმეცნიერმა უნდა თქვა, რომ კი არანაირი შეცდომა ამაში არ არის და ეს თეორია ის, რომ თუ ჰიპოთეზა მანამდე რაც იყო, რასაც ვარაუდოს, ეს არის სწორი და ამიტომ ეს იქცევა ჭეშმარიტებას. ხელოვანი გამოვა და გეტყვის, რომ 2x2 არის 4, შეიძლება თქვას, მან შეიძლება თქვას, რომ არის 5. აი ახლა ამ კონკრეტულ მომენტში არის 5 და რა. ვერ შეედავები და ის უკვე აქ საუბარია ფორმაზე რასაკეთებს, ანუ ის მათემატიკურად შენთან, ანუ მეცნიერი აღწევს შენთან შედეგს, ის 2x2 4 შეიძლება მართლა აიღო და რაღაცა ააგო მართლა შენთვის, ოღონ ისევე იგივე განხრით. მოტორი შეიძლება ააგო. აი რაღაცა ეს რაც რეალური არის, მაგით შეიძლება გამოთვალო დედამიწიდან მარსამდე მანძილი. კი, სახლია ააგო. პრაგმატული რაღაცები გააკეთო. ხელოვანის ნათქვამი 2x2 4, 2x2 არის 5 და უშუალოდ იქ სხვა სფეროებს ააგებ, იქ სხვა სფეროებში განვითარებს შენ. გაიგე და იქ ინდივიდუალურად წყდება, მე ეს მომეხმარა, თუ არ მომეხმარა. გაიგე, აი იქ დამოკიდებულია თვითონ ნდობის ფაქტორია, იმ ხელოვანმა ამ ხელ ენერგია ჩადო იმაში, იმიტომ რომ სამყაროში მარტო 2x2 4 ძალიან აუცილებელია მეცნიერ ნათქვამი 2x2 2 არის 4 ძალიან აუცილებელია. უნიშნულო მაგის გარეთ წინ ვერ წავს. მაგრამ ასევე რაღაც გარკვეული პროცენტი აქ იმ ხელოვანის დანახულ რაღაც აბსტრაქტულ ფორმას, იმიტომ რომ ის ადამიანს კიდე სხვა დამოკიდებული და სხვა ფორმით ავითარებს. თორე ყველა ვიქნებოდით ხელოვნური ინტელექტი, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი მარტო 2x2 4-ია. ევოლუციურადაც ჩვენ გადავჭით, იმიტომ რომ ერთმანეთის გატანა დავიწყეთ. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცუდი პერიოდები გამოიკა Homo sapiens-ზე. ხო. ძალიან ძიმე პერიოდები გამოიარა, იყო პერიოდი, როცა 1000 ეგზემპლარი ვიყავით დარჩენილი. წარმოგიდგენია დღეს 8 მილიარდი ვართ. რაღაც კატასტროფის ხო, აი ხო, იმ კატასტროფის შესახებ მაქვს მე ვიდეო, ხო. აი ბოთლის ყელში გაძვრა, ასე ეძახიან კაცობრიობა. და გაძვრა სწორედ ამით, რომ ერთმანეთზე ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ავიდავნებოთ ჩვენს დმანისელ Homo erectus-ებს ჰქონდათ ემპათიის გზნობა, ეს იქედან ჩანს, რომ უკბილო დაძაბუნებული ადამიანი, ხო, თითქმის ადამიანი გადარჩა
ანუ მას ვიღაცები აჭმევდნენ, მას ვიღაცები უვლიდნენ. ასეთი რამ ცხოველთა სამყაროში თითქმის არ ხდება. ნუ დელფინებს აქვს კიდე რაღაც, მაგრამ ასე რომ თქვა, ხანგრძლივად შენ დაძაბუნებულ ადამიანს უვლიდე. ნუ აღარ შეიძლება გარკვეული გრუპს კონდეს, მაგრამ ეს არ არის ეს საზოგადოებრივ მოვლენა არ არის, მაგრამ ხო ისევე როგორც თქვა 50000 წელი ვიღაცა ხატავდა კენდლებზე, ხო? ხო. საერთოდ არ ითვლებოდა ის სასარგებლო წევრად იმ საზოგადოების, იმიტომ რომ იმ საზოგადოების თავარი იყო, შენ წასულიყავი და გენადირა და შენ ამ დროს იჯექი და რაღაცა რაღაც ხატვაში ინჯირი მეფშიერნა. ზის და ხატავს. ნუ ალბათ შერეკილად თვლიდნენ, მაგრამ ნუ სამაგიეროდ ის დარჩა. და არა იმათი ნანადირები. მაგრამ იმათი ნანადირები ჩვენ დავჭით. ხო, მაგრამ იმათი ნანადირები ჩვენ გადავჭით. მაგით ორივე საჭირო იყო. ორივე საჭირო იყო. და დაფა. არაფერ ჩააბარებს ამას ყველა ვარიანტი. აი ეს ჩააბარებს. მადლობა. იბიდე? აი და რაღაც მოლუსკებიც არის დასახლებული. Facebook live, no? ეს აღარ ლოგოკინები ცხოვრობაზე. არის ხო? ეკოსისტემა. მთელი ეკოსისტემაა. ეს არის მიდიები. ანიმაციურ ზღაპარს გადაიღებდა. ეს არის ნახე. ეს ლამაზია ნახე, მანდარინკა. დარა მამალია. მამალია, აბა გოგო ნახე რა უშნოა. არანაირი სხვა დანიშნულება არ აქვს და პატარები როგორ მოეკრენ იმას ნახე. აი ის მომნახე რა. საოცრება. ნახე ნახატები. მთელი დრამატურგია ხედა. ის კიდე მოდის ნახშოიდან და დაუწყო. ხო, ეს ახლა ცოლსაც იცავს და შვილებიც ყავს ეჩა. აი იზაგი ანარამეს უზავს ამ შვილებს, მაგრამ სიფილეს ავის არქია. ამათ ცოდნია ტრემალი ხედავ? არა, ამათ გერა. ეს ხალი აგროვებს ტრემალს. ხედავ რა მუშაობა აქვს ამ კაფეს? ხო, რატომაც ისეთია წარმოდებული კაფე გამოდა? ხო, ეს საოცრებაა, იცი, ზოგიერთს ვერ მოუძებნი იმას, გასაღებს რატო პოპულარულია. ეს აკუეც შეფა. აი ვიღაცამ თქვა და უცებ გაპოპულარია. ხო. ახლა რა ხალხი ხავით და ხალხს რაოდენობა და სადაც ვარ. ხო, ასეთი მკვეთრად გამოხატული ახალგაზრდული უბანი არ არის ხამებში. ეს აი გეგონება რომ ამათია რა, მე თვითონ ცხენია რომ ასაკიანი ხან მოსული. ხო, კეთრად არის გამოყოფილი საზოგადოების საკითხები. ასაკი ქონი ადამიანები. მოხუცებ თამაშობენ მაგნიტებით წევენ ხო, რომ არ დაიხარონ. შეიძლება რაკეთოს, იცი? აი, ენის აღუწერეს საჩინელობა. ამ ვარამაინჰობისთან გერმანიის ამბავი ხო იყო ძალიან სოფლიო პოლიტიკური მნიშვნელობის მომენტი იყო და არა ეს რაღაც გერმანიაში ხდება, იმიტომ რომ აქ გერმანიაში, ირანში იჯდა დასავლეთის კაცი, ასე ვთქვათ რა. შეიხი იყო დასავლეთი ამერიკა და ასე შემდეგ და გერმანია უწყობდა ხელებს. ხო და ამაზე გიждდებოდა რუსეთს უნდოდა აიათოლა ხომეინი. ხო
და ეს ჩამოვიდა გერმანიაში ეს. შეიხი, ხო, მოუწყვეს. მოუწყვეს თელი წიგნი, ხო? დემონსტრაცია მემარცხენეებმა პირველ რიგში. ქაოში და დემონსტრაციაში მოკლეს ერთ-ერთი დემონსტრანტი. ანუ ხო, პოლიციამ მოკლეს ერთ დემონსტრანტი. და აქედან დაიბადა ერაევში. და ვინც მოკლა პოლიციელი, გერმანელი, ის კაცი რო გავიდა წლები და აქტები გახსნეს, აღმოჩნდა რომ თურმე რუსეთის დავალებით მოკლა ის ტიპი, რო ეს დაწყებული იყო. რა მოგიდგენია? ანუ ჩვეულებრივი ხელწერაა კაცო, რუსული ხელწერა იყო თავიდან ბოლომდე. და ეხლა რო ხდებოდა არჩევნების გერმანიაში ტერორისტული აქტები, წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა ეს ერთი მეორეზე მიყოლებით, მანქანები რო შევარდა ენაში. ეხლა დაიწყეს უკვე საუბარი, რომ არის რაღაცა ეჭვები, რომ რუსეთი აქაუდი კი არ არის, პროვინცია სალგარანტი. რაღაცნაირ კონტაქტი გადიანო, ამასაც ვარაუდო, ანუ ეჭვების გონება რა თქმა უნდა, ამიტომ ძალიან ფულია. ხო, ეხლა აერდეს არჩევნები გადავიდა, თორე არანაირ ტერორისტული აქტები არ ხდებოდა. გერმანია მაშ გაყოფილი რო იყო, ბერლინის გაყოფილი იყო და ბერლინში მორბოდნენ მთელი გერმანიიდან ახალგაზრდობა, მემარცხენეები, ვისაც ომში ჯარში მსახურება არ უნდოდა. ხო. აქ აფარებდნენ თავს და ესენი ყო მემარცხენეები რა თქმა უნდა და პაციფისტები და ხო. ეს მემარცხენეები ყველაზე მარტივად ყველაზე ნაკლები პრობლემა აქვს უცხოელებთან და უცხოელების ბუნებრივად ზრომენ აქ თავს. ანუ ხო და ასე ყველაფერი ერთად არეული კულტურები ეს ძლიერი რელიგიური და ამავე დროს ძლიერი რა მემარცხენეული იქნება თუ რაღაც ტრანსგენდერზე ვიღაც თავშალი ზის და ერთ გვერდი გვედარია. ანუ ლომი და ირემი ერთად ზოვენ ამ ქალაქში. ისე რომ ერთმანეთს ეხებიან რა. ხო. ანუ რა არის არა აუცილებელი მაგალითად ყველა ერთი წესის ქვეშ მოექცეს. არა აუცილებელი არც ის აუცილებელი არა რომ დაუშვათ რაღაც სხვა კულტურა მიიღო, მაგრამ ის უნდა შეგეძლოს რომ იმის გვერდით უბრალოდ იცხოვრო და იმას თავისი ადგილი რაც აქვს დაუთმო და შენი ადგილი გქონდეს. ანუ გვერდი ცხოვრებაა, გაიგე? და არავინ არ ამბობს, ყველანი ერთნაირი უნდა გავხსნეს. რაღაც გარკვეული ეტაპის განვითარებას მოახერხეთ და ეხა არის ადამიანი კაცობრიობას უნდა რაღაც ახალი. რაღაცა ვერ ვითარდება. აი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ რაღაცა გარკვეული საზღვრები არსებობს და არსებობს გარკვეული ეთიკა და წესები, რაც აქამდე გავაკეთეთ, იმას ვეღარ ვაკეთებთ. ანუ აღარ შეიძლება ამის მერე გაერო ის დაჟდენ და გადაწყვეტეს, რომ მორჩა აღარ მე რო ტერიტორიას დავაკროფ, ის არ მეკუთვნის მე, მაგრამ რაღაც რუსეთი აკეთებს. ეს ტერიტორია არის ამის всё მორჩა გადანაწილდა ყველაფერი დალაგდა და აღარ შეიძლება კოლონიები აღარ გვეკუთვნის კოლონიების გაძარცვა არ შეიძლება. რაღაცები იყო გარკვეულ წელს შეთანხმდნენ და ნუ დღემდე მოდიოდით ასე, ხო. ყველაფერი შეიცვალა 3 წელს. და უცებ დაინგრა ეს, უფრო იწყება ამის გრევა. დღეს არის ამ პროცესის გრევა რა და მე მგონია რომ მთელი აბსურდი ისე რომ გარკვეული ნაწილი ამას ეთანხმება ქვეცნობიერად სიმართლე გითხრა. ანუ ის რომ მაგალითად ამერიკაში ვინც აღავთ ახლა პრეზიდენტი, იმიტომ კი არ ყავს მე ასე მგონია რომ ამ ადამიანს რამე წარმოდგენა აქვს რაღაც იდეით მოვიდა რომ ახალი სამყარო დაავაგო და მომხრეები იპოვა და რომელსაც ჯერ ამაღები და იდეა საერთოდ გააჩნია. ის ადამიანი მოვიდა რომ ის ყველაფერი ძველს ანგრევს. და ამის გარანტიას იძლევა რომ დაანგრევს. ხო, მაგრამ და არსებობს რაღაც გარკვეული ადამიანების, მე მგონია რომ გარკვეული ადამიანების რაოდენობა, რომელსაც და მე მესმის ეს. მე არ ვდგავარ მათრიქსში და მე არ მოეხმარებ მან და არ გამეხარდება და უშუალოდ საკეთებ, მაგრამ მე მესმის იმ ხრივ რომ რაღაცა უკვე ჩვენ მივიდეთ რაღაც მომენტამდე, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა განვითარდეს სამწუხაროდ ეგზაიტ შეკაცობრიობა. ანუ რაღაცის გრევის. ხო, ეს ყოველთვის ასე იყო, ხო. და რა ისოვინე მოვიდა ინოვატორი თქვა რომ დავიღალეთ მოგბეზდა ეს ერთ და იგივე რაღაცები მოგბეზდა ეს არ ვიცი როგორ თქვა რა რომ ახალი რაღაც უნდა მოხდეს აი ხელოვნური ინტელექტი შემოვიდა ჩვენ ცხოვრებაში ხო შეიძლება ამანას გარკვეულწილად გამოიწვია რაღაცა ქვეცნობიერად ადამიანში რომ აღარ შეიძლება რაღაცეების
ასე გაგრძელება. მე მეგონა რომ უფრო კაცობრიობის წავიდა რომ უფრო ჰუმანური კეთილი, შობილური, მეტი ტოლერანტობა სხვანაირი ადამიანების მიმართ, მეტი ტოლერანტობა სხვანაირი ფერების მიმართ, მეტი ტოლერანტობა უცხოელის მიმართ, მეტი ტოლერანტობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ რა ხამს ვიღაცამ დაუშვათ შავგანიანმა ითამაშა ფიფია ათამაშა შავგანიან და შენ ამისთვის რა ქვია ყველაზე ყველაფერი დაანგრიო და ფაშისტები და ჰიტლერი მოიყვანე ესე იგი ვერ ყოფილი ხა ეს უფრო ეს ამან გამოამჟღავნა უკვე ის ფარისეული ფორმა რო თვითონ რაღაცა ვითარდება და ჯობდა რომ ეს მომხდარიყო და ეს არ არის საკმარის მიზეზი იმისთვის რომ შენ ესეთი გამარჯვიცე გამარჯვენდე რომ ესეთი ნაბიჯი ხელი აწიო ზიგის შეიძლება ვიღაცას მოეწონა შეიძლება ვიღაცა შეიძლება მე ვეთანხმებოდე რომ არა მე მაინტერესებს იმიტომ რომ მაგალითად იგივე შეიძლება დაუშვათ ამ თემას გავავრცობ თუ უფლებას მომცემ აი ქალებზე მოდი ავიღოთ ეხლა თემა ქალებზე იმიტომ რომ ძალიან ახლოს არის ამასთან რომ ბევრი მხრიდან რაღაცა თითქოს და განვითარებული პიროვნებების და ინტელექტუალების მხრიდანაც რაღაცა წაკრული, წამოგრული, რაღაც თითქოს ეს თემა არ არის განხილული, რომ ქალის სქესი საზოგადოებაში და დღემდეა ეს შოკირებული ფაქტი გერმანიაში, რომ მაგალითად ქალი გერმანიაში ხელფას დაბალსკებლობს ვიდრე კაცს. რა აბსურდია, წარმოგიდგენთ. ანუ შენ მე მთხოვ, რომ მე 5 კილო ყველი მოყიდო. გავაკეთე 5 კილო ყველი გადამიხადე 10 евро. გააკეთა ქალმა 5 კილო ყველი გადავხადე 8 евро. ანუ არ ზის ეს არანაირ და ეს არის დღემდე გერმანიაში. ანუ ეს საზოგადოება, რა საზოგადოებაზე ვსაუბრობ ჩვენ. ეს შეიძლება რომ იყოს სადღაც არ დავამცირებ არც ერთ ქვეყანას, გასაგებია, ხო? მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს გერმანიაში, მაგრამ დღემდე არის ეს ასე. ანუ და მთელი ტრაგედია რა არის ეს შორაო უფრო ანუ შეხედე ჩვენ კაცობრიობა, იმიტომ რომ კი რომ მე კაცო ჩვენ კაცობრიობა საზოგადოოდ შესთქმები დაუშვით ეს ერთია, მაგრამ ეს შესთქმებზე რო არ მოვიბოდი შეთ არაფერი გამოსვით, ეს არის დღეს ტრაგედია. აიგე, იმიტომ რომ კაცმა, ანუ რეგვენმა, კუნთებიანმა დაჩაგრა თავისივე მსგავსი ოღონდ ქალი დაჩაგრა, იმიტომ რომ იმას მოერია. უბრალოდ იმიტომ რომ მოერია. ხო. მეტი არაფერი. მე არაფერი. იმიტომ რომ მოერია დაჩაგრა. აი წარმოვიდგინე რომ მაშინ თუ ქალები ისეთივე ჭკენები არიან, რატო არ აყავს იმდენი ჯერეთი როგორ არ აყავს? ძალიან გადაწყვეტა მე რო წარმოვიდგინე მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში 70-იან წლებამდე გერმანიაში 60-იან წლებამდე ქალს არ ჰქონდა უფლება დამოგიდათ ემუშავა მესალა ქმრის მამის თანხმობის წერილობით თანხმობის გარეშე ჩვენ ვსაუბრობთ გერმანიას წარმოვიდგინე. რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებმა ქართველებთან ერთად პირველებმა მისცეს ქალებს უფლება არჩევნებში მონაწილეობის. ხო და ევროპაში ჩვენ და გერმანიაში წარმოგიდგენთ მე-17 აქ რა ხდებოდა ხარ. ანუ ქალს არ ეძებოდა არც განათლების საშუალება, არც იმის საშუალება, არც ამის საშუალება. გამოდიხარ დღეს და ამბობ, რომ იმდენივე მეცნიერი რატო არ ყავს? იმდენიმე მიმიხვდი. ხო და ამხელა შეცდომებია დაშვებული კაცობრიობას. და უცებ ვარდება იმაზე, რომ ვიღაც პოლიტიკოსმა, რა ქვია, ტრანსგენდერებს ცოტა მეტი უფლება მიცა და ერთ და ამაზე ვაქცევთ ახლა მთელ კაცობრიობას, წარმოვიდგინე. ხო და მე ეს რაღაცები რო ხდება, რომ მე ამნაირ რაღაც უიმე ფიფქიაზე შავი როგორ ათამაშებს, ის მსახიობი ლამაზი ცხვირი არა, კუნოსა რატო ათამაშებს, ამას ის ასე არა აქ და ანუ წარმოგიდგენთ საზოგადოება რა, როგორი გაჭედილია დღემდე. ეგეთ რაღაც ზოგადად მზადაა რომ შეცვალოს ყველაფერი, ხო, რაც აქამდე ტანჯა და აღიარა რომ სისულელე იყო, ისევ იქ დაბრუნდეს კინოსფერო რო ავიღოთ რა. ნუ კინო ახავს ვიცი ხა. აღარ შეიძლება უკვე ჰანეკე, კანი, ჟულიეტ ბინოში აღარ შეიძლება, ხდები? იგივე ჰოლივუდის აღარ შეიძლება უკვე დამთავრდა, всё. მეფეებიც რო ახლა და ზევსებივით და რა ქვია, ნუ წყალზე არ გადიან, თორე დანარჩენი ახლა სიტყვა ვთქვა, რომელიმე მსახიობი რო აიღო, მე რომელიმე არ ვერჩი, ადამიანად საოცარი ადამიანი და პოლიტიკურადაც და ეთიკურად ძალიან სწორ პოზიციაზე დგას, ვიდრე სხვა მსახიობები, ხო, მაგრამ ესეთი აი ძალიან პრიმიტიული ესეთი რაღაცები უკვე აღარ შეიძლება აიტანოს თანამედროვე განვითარებულმა ადამიანმა, რაღაც ახალია საჭირო. მე მგონია რომ ეს ხელოვნება ინტელექტის ასე ერთი ფეხის შემოდგმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა. ძალიან ბევრი რამ დააჩქარა კი. ის დაწყებული იყო ეს პროცესი, რომ ადამიანებს მოგბეზდა. ნუ პირველი მსოფლიო ომიდან მეორე მსოფლიო ომიდან გადასვლაც მას იყო და პირველი მსოფლიო ომის მას იყო რაღაცეები მოგბეზდა ადამიანებს და დაიწყეს გრევა.
მეორე მსოფლიო ომის იყო პირველი მსოფლიო ომით დაკმაყოფილებულები ვერ იყვნენ ფლად, იმას ეს დააყდა, ამას ეს დააყდა და დაიწყეს ნგრევა. და ეგ უნდა მეორე მსოფლიო ომის მერე რომ ამ სტანდარტებით ეხა სამუდამოდ ვიცხოვრებს. ნუ რავი, გავიდა დიდი ხანი, ალბათ ეს სტანდარტები საკმაოდ ხარისხიანი აღმოჩნდა რომ ამდენ ხანი გავქაჩეთ, მაგრამ მოვიდა ისე პერიოდი რომ რაღაცაზე მე განვითარდა, მაგრამ იმედია ეს გრევების და თავყბის პროების გარეშე მოხდება. იქ მუდმივად წაი თბილისში რაღაცა მუდმივად მოვაზრდა. მუდმივად. ხმაურიან. შეგლას. ყველა ასაკის ისტორია. Sometimes my embers burn out low, and I got the blues of my side. I got blues on my side. Don't get back and keep my blues, Lord, take it away. That blues road gets tired of me. Sometimes I got that feeling that blues road gets tired of me. Please take my blues away.
Dankeschön. Ein Instrumentalsong von Freddie King featuring Simon. შენობაზე აი ამის დახატვა ხა არ არის მავნებლობა? ჰა? მოდი შევიდეთ რა. ჰა? აი. კათოლიკური კირხია. ნატვიარები, დარჩენილი. Ямас лампари უჭირავს. შეიძლება ეკლესიაში ის მუშაობს ის ხორი. ალამაზია, ნუ. ძალიან ატმოსფერულია. ძალიან უცნაური ის არის, სახნახე ქალი ევედრება ასე. მეფე. ძალიან საინტერესო ის. ხო, ემოციებზე რო საუბრობდი, ემოციების სუნებზე. ემოციების სუნებზე ესე იგი არსებობს ეგ არის სწორედ პარფუმში რა. ეს არის ამავდროულად ხელოვანი, ანუ მაგალითად ხატრობაში რო ავიღოთ, პიკასომ დახატა რაღაც აბსტრაქტული სახე, ხო? შევთანხმდით და ამ აბსტრაქტული სახე საერთოდ არ გაზომვადი, ანუ ვიღაც ხელოვნებად მცოდნე მოდის, რომელმაც ხელოვნების ისტორია წინაპირობა იცის და რაღაცა ფაქტორებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ეს სახე, რომელიც დახატა პიკასომ, სადაც მხოლოდ ორი ხაზია სიტყვაზე გავლებული, არის ძალიან ღირებული და თვლის ამ მიზეზებს, რატო არის ეს ღირებული, რაღაცა გარკვეული ისტორიული წინაპირობის და ამის მიზეზის გამო, რომ პირველმა დახატა და ეს აღმოაჩინა და ეს განავითარა და ეს დააფიქსირა და ესგან და ესგან. ხო? მაგრამ ეს ჩვეულებრივ ადამიანს ეს იმის ნათქვამიდან გამომდინარე, რომ ეს და მზათახარ გადაეხადო 120 მილიონი დოლარი. თუ გაქვს. ხო? აი, მაგალითად ეს ვთქვი, რომ ემოციები და სულს ვაკეთებ თქო, მე რო გითხარი, რომ ემოციები სულს თქო, ხო? ზეხან ვისაუბრე. მაგრამ როგორ იქნება, იცი? აი, ემოცია აქ მართალი რომ სული ძალიან რთული და ნახატზე გაცილებით რთული საქმეა, მიუხედავად იმისა, რომ ნახატი შეიძლება ძალიან აბსტრაქტული იყოს და რაღაცა მიჩხიბნილი ფერები შეიძლება იყოს მხოლოდ, ხო? ამაზე მიუხედავად ამისა, სული მაინც რთული ფორმაში მოყვანილი, აღქმისთვის თითქოს ემოციაზე რო არ გიტყვენ ძალიან. ანუ საბოლოოდ სული უფრო ჩქარა გიტყავს ემოციაზე ნახატი. ნახატს ვიზუალურად კონკრეტულად აღიქვა, იმიტომ რომ ეს ხაზი აქ იწყება და აქ ფთორდება. მაგრამ ემოციას რაც შეეხება, სუნი სადღაც მუსიკასა და რაღაც გარკვეულ სუნს, даже მუსიკაზე მეტი ემოცია უფრო ფიზიოლოგიურად შენში გამოიწვია. ანუ ჯერდი უფრო სწრაფად ხდება, ხო? სწრაფად ხდება და ეს არსებობს. მუსიკა მაგალითად ახლა მე მაგალითად პირველი მოსმენით ძალიან იშვიათად რომ რამე მომეწონს. მე მჭირდება მეორე მესამე მოსმენა ხოლმე რაღაცეების. განსაკუთრებით ახლა თუ საუბარი არის კლასიკაზე და მუსიკა თავი და სულზე ასე ეს ემოციები რო იქნება, ანუ შეხედე ეს მარტო ხელოვნება არა, რომ მაგალითად ვიღაც ბიზნა ყანჩაველს არ მორა არის და უშუალოდ მონატრება გააკეთა სუნად და უყურებს რაღაც მონატრებას და აფრენს თავისი. ეს არ არის, ანუ სუნში და პარფუმში არსებობს გარკვეული პასუხისმგებლობა. გაიგე? ანუ მე შენ მარტო ჩემ ეგოისტურ სრულიად სუბიექტურ დამოკიდებულებას კი არ გთავაზობ.
ანუ არის აქ ამაში რაღაცა ლოგიკა, რომელიც მე მაქვს, არის აქ რაღაცა ფორმულირება და მე შენ მონატრების ემოციას, რომელსაც დღემდე ამ მომენტამდე გარკვეული ფორმით შენი ცხოვრებიდან და შენი გამოცდილებიდან და იმ ფილმებიდან გამოდიოდა წიგნებიდან გამოდიოდა რაც აგიხავს და გინახავს. აღიქვამდი რა არის მონატრება. მე ამ სუნით მონატრების აღქმას სხვანაირად დაგანახებ. ოკეი? ხვდები დაახლოებით ასე რომ ხო და ძალიან ანუ ამ ემოციას ის რო კი არა რომ მონატრება არის ჩემთვის რა ქვია ხისუნი, სფესვები და ხო ერთ შეიძლება ჩემთვის იყოს, მაგრამ შენთვის არ იყოს ეს ხო. მაგრამ მე ვაგებ კონსტრუქციას. რთული კონსტრუქცია, რომელიც მიღმა არის ფიქრი და ლოგიკა. ეს არის უბრალოდ რომ ჩემთვის როგორც დალი და ხატა და ხოლოდ ემოციუ და რამოსული ხელის ქნევა ფუნჯზე და ტილოზე ეს არის ჩემთვის მონატრება, ხო? არა, ეს არა, ეს ხდება დიდი ფიქრის, ანუ მაგიტოა რომ ეს სუნის მომენტი არის ასევე სუბიექტური, ასევე ხელოვანის მიერ შექმნილი, მაგრამ აქ არის უკვე ძალიან ბევრი ნაფიქრი. ყველა დარგში ეხლა რომ ვისაუბრებ, რაღა დროს ხანეკელი და რაღაცა დროს ისა რა ქვია, ოლივერ სტოუნი და რაღა დროს ისეთი არის. ხო, რაღაცა უნდა მოხდეს ახალი გადაფასებები, ეს აუცილებელი. ანუ კაცობრიობა და ხელოვანები და ასე უნდა იყვნენ მზად იმისთვის, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს უკვე, ხო? მე ვსაუბრობ, ხო შეიცვალა მუსიკა და აღარ იყო ბახის მუსიკა. და აღარ წერდა ის წერდა ligetti რაღაც სულ ახალი ფორმა შემოვა იმიტომ რომ აღარ შეიძლება იმის მოსვენა ხო ეხლა დღეს უნდა მოხდეს და ჩვენ სანამ ეს ადამიანების და კაცობრიობის მიდრეკილება ამაზე რა ხა მისაუბრეთ იმის მიმართ დაიწყებოდა მანამდე უკვე იყო თუ გახსოვს საუბრები რომ ამის მოსვენაც უკვე რაღაც ვისმენ და რაღაც უყურებთ უკვე აღარ შეიძლება მოჭავა ამათ არ გაგიგებოდი რომ კინო მოჭამა უკვე აღარ ვითარდება ეს კინო მხატვრობა აღარ ვითარდება ის აბსტრაქტული და ის ახალი და იბანაც მოჭამა უკვე იმიტომ რომ როგორ არის ჩვენ კაცო რა დღევანდელი განვითარების ტემპი ადამიანი რო ვითარდება არის გაცილებით ჩქარი ვიდრე არ ხდებოდა ანუ დღეს გუშინდელი არის უკვე ძალიან ბებერი ცოტა აღმოჩნდა რომ შენ გადაწყვიტე ისე რომ მე არ გამიგია, უცებ გავიგე რომ შენ გადაწყვეტე პარფიუმის გაკეთება, რომელიც მაშინ არ მითხავს მე რომ ყავს ოპერები. შენ კი არა, მაშინ მითხარი კი და აბსოლუტურად სხვა კონცეფტი ქონდა, სხვა კონცეფცია იყო, მაგრამ ისიც რაღაცეთნაირად მოხდა, ხო, რაღაც უცებ მე ერჩოლოდებოდი და უცებ გამომიცხადე რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცას სადა დედამიწა იყო იმაში რომ წაკეთებდი და რაც საბოლოოდ გააკეთე და გამომხო ვიზუალური ხალე შეიცვალა პრინციპში კონცეფტი იყო კონცეფტი იგივე იყო კონცეფტი იგივე იყო სახელიც იგივე იყო უბრალოდ აი ვიზუალური ფორმა შეიცვალა ანუ ხო მაშინ ვიზუალური ფორმა ნახე შენ ის ხანარი იყო ხო მაგრამ მე არ ვიცი რა ჩემი სუბიექტური მომენტია შენ რა სტიზამ არ ვიცი მაგრამ იმის მიტოვება რაღაცა მე გული წდება რომ ისე არ დაამთავრდა სხვა ფორმით დამთავრდება შემდეგში არა მაგრამ შემდეგში დამთავრდება ალბათ. ხო, იმიტომ რომ მე ვიცი იმაში უზარმაზარი შრომა გაქვს შენ ჩადება. მე გიყურენი შენ აქ როგორ თითოეული დეტალის დამუშავება და როგორ მუშაობდი და. კარგი, ეხლა აი ამაზე ვთქვათ, აი ბეტონის. ხო, მაგაც ეს აქაც იგივე მომენტი არის. ანუ სულოთ ხო, პარფუმი დღესდღეობით მარკზე ისეთი ფორმითაა რა, ნუ ბოთლზე არის კონცენტრირებული და რანაირი ფერის ბოთლია და ამას ბოთლს ვერ და აი სხვა რამე, ამიტომ ეს კარგავს თავის ეს კარგავს თავის ვიზუალურ, ანუ ძალიან ბევრი ტექსტია სალაპარაკო, ნუ მოვიფიქრო როგორ ჩავატიო რომ გასაგები გახდეს, იმიტომ რომ თვითონ რახანს ეს საუბარი მე არ შემიძლია კარგად ლოგიკურ ელოკუენტურად და ათასებისად ელოკუენტურად და კომპაქტურად ამიტომ წერ ხოლმე ამას რომ თვითონ ფორმულირება ძალიან რთული არის და ამიტომ იწერება და მილიონჯერ სწორდება რომ ეს გასაგები გახდეს რომ ეს ეხო თავისთავად ჩანს რომ მე რო აგიხრა და არის რომ ასე ვფიქრობ რომ მაშ პარფუმებს დავიწყოთ აქ ხო ეს ახლა რო არ მიცოდნენ და მოვიდა ეს პროდუქტი გავაკეთე ხელში რაღაც სოციალ ხო და მეორე ნაწილი. ხო და ეს იყო პირველი ნაბიჯი, ასე დავარქვე მე. და პირველი ნაბიჯი და რო პარფუმისთვის შეიძლება პარფუმი რა არის მარკზე, ხო, ვიცით. იმის იქით არ მიდის, ხო?
და ეს იყო პირველი ნაბიჯი, რომ პარფუმისთვის ფუნქციონალურობა პლუს არა, ის რომ კარგი სუნი აღდის სტანზე, იმის გარდა კიდე იმის კიდე რაღაცა ყოფილიყო რა. თუ დავიწყე ვიზუალზე საუბარი, მაგალითად ეს პარფუმი ისეთია, რომ არა, ეს აუცილებელი კი რა, ამას აღარ დადებს სხვა რაღაცა პარფუმის და შამპუნის და რაღაცების გვერდზე, ამას სხვა ადგილი ეკუთვნის უბრალოდ ახლა. ისეთი ფორმა და ისეთი და არც რო დაიცლება არ სამაგოში არ გადა. შეფუთვაც ისეთი აქვს, რომ იმას არაფერს არ აგდებ. ამ ხრივ ქვია ეკო-ფრენდლია, იმიტომ კი არა რომ დაუშვათ ეკო-ფრენდლი მატერიალების განაზრება, იმიტომ რომ ისეთია რომ მსგავსი არაფერი არ გითევს, ახლა ამას არ გადააგდებ. ანუ თან ლიმიტირებული რაღაც თითოეულ ხელი დამზადებული, როგორ არ გადააგდებ თუ გადაგდება კიდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაზე ბოლოს ამას გადააგდებ. აიმიდან არ შეიძლება მაგის გადაგდება კაცი. აიმიდან არ შეიძლება. და ფორმაც ისეთი მივეცით რომ დაუშვათ ეს ფორმა როცა ატრიალებს სულ იცვლება. ხო, და რაღაც ასეა შუაში არ არის ეს და რო ატრიალებ, ასე არა სიმეტრიული არ არის, სიმეტრიული მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთ ფორმაზე მიიღება და იკეტება და იკეტება სრული. ხო, ეს ათამაშოები რო არის იმის ნებების დასამშვიდებელი დაახლოებით ისეთნაირად. იმიტომ რომ თვითონ ფაქტურაც ხომ აი უყურებ და თითქოს ის არის უხეშია. ხო. მაგრამ ისეა დამუშავებული, ხელით არის დამუშავებული. ეს ხელით არის და მარტო თითო ხელით კი არის, სხვა სახის ბეტონები ავიღეთ, რომ აი ფორმები მიიღო, ანუ ერთი სახის ბეტონი როცა ჩაგესხა არის მუშაობა. ლეიერებად. ხო, საფეხურებია, რომ ფორმა მიიღო და ზემოდან კიდე სპეციალური დეკორატიული ბეტონი ქვია, ის იმით იკეტება მე ბოლოს. და ეს დეკორატიული ბეტონი, აქ ერთი სახის ბეტონი, იმიტომ რომ ბეტონის ფორმაშიც არ ვიცოდები მანამდე ეს მუშაობის დროს აღმოაჩინეთ და მოგვივიდა რომ ეს შეიძლება მოდი გავაკეთოთ და ნუ აღარ დამთავრდა ბოლოს რა რომ სიტულებთან შეხება და მე ხო ნუ ეს ფაქტურად მასალათა გამძლეობაც ბეტონია მაგრამ მიწა სხვა ბეტონია კედლებში რაც ყარო სხვა ბეტონია სხვა სითხელე სხვა სიმკვრივე სხვა რა ქვია დაფქვა თუ რაც საფრთხის პატარა ნაწილაკები სხვა შეხამებებია ყველა ბეტონს და იმ ბეტონებში რამდენი ბეტონი ვეძებეთ რომ დავუშვათ ამას ისეთი ფორმები მიიღო. და მაინც გამოდის ყველა სხვადასხვანაირი, მაინც ვერ გაკონტროლებ. ვერაფერი. მაგრამ ეს არის მიეცეს იმას, ამის თავის დამოუკიდებლად თავი რო შექმნას ეს აუცილებლად რომ თანში პარფუმები ჩამოწმულია მილიმეტრი გრადო კომპიუტერში. ეს იბადება ეს სოციალური ორგანიზმიცა პლუს ზემოდან ზემოქმედება რა თქმა უნდა დაგიგმილება დანარჩენს მე თვითონ აკეთებს, თვითონ ხებულობს ახლა. და ყველა ფლაკონი მოდი და რატო რა ქვია მას ფლაკონი ქვია თუ რა. ხო, შემთხვევაში საბოლოოდ ხო სხვანაირად და ანუ ყველა არის სრულიად განსხვავებული. ხო, მაგაზე არის ნამუშევარი ხელით, აი ეს რომ ამოგაქვს შენ ფორმიდან. შემდეგ უკვე ზიხარ, შენი ასისტენტი და ყველა ამუშავებ ამას, ხო? გასაწმენდია მე. ამას მინდა მე ყველაფერს თითო რამის უყურებ, იმიტომ რომ საბოლოოდ ასე თუ ისე ეს არის კოსმეტიკური პროდუქტი, ანუ როცა ძალიან ინტიმურ ასევე ჯანმრთელობის ყურად შეეხება, რომ ყველაფერი ძალიან შეხებაში ხარ და ეს არ უნდა იყოს სუფთა, ეს არ უნდა იფჩხნებოდეს. ტვერი არ უნდა წარმოშვას, ეს უნდა ფერზიგელს როგორ უნდა ჩაიკეტოს ყველაფერი და მთელი უზარმაზარი პროცესია, სანამ ეს ბეტონიდან ჩამოსხდიდან გამზადებული პროდუქტამდე მივა, რომ აქ რამე ისეთი არ მოხდეს, რომ ჰიგიენურად უნდა იყოს სრულიად დაცული, ხო? და პლუს დარჩეს ესეთი რაღაცა ძალიან არქაული და აი ბრუტალური და აი ეს იყო რთული რომ ბრუტალური და ჰიგიენურად დაცული რომ ერთ-ერთი ის რომ ძიმენ დარჩამას ვერ კვარჩი ხელოვნური ქვა ფაქტიურად ის მეორე ფორმა რომელი გაქვს მეორე ცილინდრისებური არის სადებს აი შენს მაგრამ ეს შეფუთილი აი რომელიმე აიღო მანდარი ну ცილინდრის სხვას ვერაფერს ვერ მოყვები იგივე არის გაკეთებული რომ სხვა ცილინდრის ფორმაში რა მანდაც სიმეტრიები დარღვეულია აქაც რა თქმა უნდა ერთი სიმეტრიული წერტილია მარტო და დანარჩენში ვერე რა თქმა უნდა იგივეა და იცვლება და უნდა თავის სიმეტრიულ მომენტზე და აქაც დამუშავებული ხო ეს დამუშავებული ხო ის ეს არის თეთრი ეგრეთ წოდებული და ეს არის ყვითელი არის ყვითელი ანუ სუნამოების სახელები არის თეთრი ყვითელი ანუ მოხდა ფერის ამ შემთხვევაში მოხდა ფერის გარდაქმნა სუნად გასუნება გასუნება
კარგი. და ფუნქციები დაემატა, თქო და მარტო ის კი არა რომ ფერის გარდაქმნას სურათ, ანუ მე ამ ვისაც არ დაეზარება ამდენს ვერ ვილაპარაკებ, ვისაც არ დაეზარება ინგლისურადაც არის გვერდი და შეგვიძლია ინგლისურად გადაახადოს, რომ აქ არის დაუშვათ გარკვეული სუნები მოქმედებენ გარკვეულ ტვინის რეგიონებზე, რომლებიც მე რაღაცა თერაპიულ მომენტებში მაგალითად რაღაცა სუნი რაღაცის ტვინში იმას მოქმედებს, ზოგი არშვიდებს, ზოგი იმაშება, ზოგი ამაშება და აქ ისე არის სუნების კომბინაცია გაკეთებული, რომ ჩემი კონცეფტი იყო, რომ ეს გეხმარება რაღაცა თავიდან ახლად დაიწყო. ანუ ტვინის იმ უჯრედებზე მოქმედებს დადებითად, სადაც შენი თავდაჯერება იმატებს, შენი თვითშეფასება იმატებს და შენი თვითშეფასება რო განავითარო, გინდა რომ უკეთ იყოს რაღაცები და ამ უკეთ ყოფნის სურვილის გამო რაღაცებს თავიდან იწევ, რაღაცებს აუკეთესებ. მაგალითად ფარდა, სიტყვა პატარა რაღაცები შეიძლება ის კი არა რომ სტივ ჯობსი ხდები და ელონ მასკი გადაიქცევ. არამედ აწარა ცხოვრების რაღაცები შეიძლება თქვა რომ აი მე აქამდე რატო არ გავაკეთე, მოდი ხო გავაკეთე. და მეორე რომელიც შენ კრეატიულ მხარეს აღვიძებს და უფრო სტიმულაციას უკეთებს. მაგრამ ეს არა მარტივად ამას ქაღალდზე არ შეიძლება გასაგებია. იმიტომ რომ ჯერ არ გაგისინჯოს, ხო? იქეთ ნახოთ. ხო, კარგი. ასე რაღაცა ყალიბში იდება ასპორტში, მაგდება გარკვეულ ასპორტში და ის ხება ზემოდან ჯერ ერთი ფენა, ბეტონის მეორე ფენა. აჰა, ხო, ეგ მაინტერესებს. ანუ ეს ერთი სხეულია მთლიანად. ხო. და შენ გადაწყვიტე რომ გაგეკეთებინა ექსკლუზიური არაფრის მსგავსი და გამორჩეული ხოლმე პარფიუმი, რომელზეც იმუშავე და ბოლო გააკეთე. დიდი წვალების მერე. დიდი წვალების მერე, რამდენადაც მე ვიცი, წვალება დაგიჯდა თვითონ ფორმა. იმიტომ რომ მე მახსოვს აბსოლუტურად სხვა ფორმა იყო და ისიც მაგარი საწვალებელი იყო, როგორც არა, მე შემდეგში კიდე პარფუმს თუ გამოუშვებდა და ფორმებზე თუ იქნება დამატებით საუბარი, მე ფორმებთან ერთ პაუზას გავაკეთებ, ძალიან დიდი ენერგია მეაქვს. ძალიან დიდი ენერგია. ფაქტურად ის ფასი ღირს რაც ადევს ამას? არა. უბრალოდ მე ვერ და იმიჯის პროდუქტი. მე რო ახ ფასი დავადო 400 ევრომდე ამას. 30 მილilitrს. ახლა ეს 30 მილილიტრი ღირს 160 евро. 160 евро. და ეს არის თეთრი, რომელიც მე არ თეთრი კი. და გამოსინჯე? კი ვეღასე. თუ როგორ ქნათ? შენ გაგასინჯე, ხო, იმიტომ რომ მომენტი კიდე რა არის, იცი? აგიხსნა რა გაგასინჯე? მოგეთ საერთოდ ერთ მაღაზიაში შეშლი ხარ, მე ისტორიასთან რაღაცას თუ მოგიყვები და უშოთ რომ რა მინდა თქვა რაღაცა და აი სუნი უკვე შევეცდები არჩევერიო. ჩემს გზნობებში. არა, რატო ეხა აგიხსნა რა. მაღაზიაში საერთოდ ფიქს სუნებს გიყვებიან, ეს სუნია, ის სუნია, ის სპეციალური ის გამოიყენა, ეს გამოიყენა. გასაგებია ეს გეხმარება შენ და აღვიძებს შენში უფრო დაუშვათ ის ნამუშევარი დაინახოთ რაცა, მაგრამ იმ ძვირფასი პროდუქტებია, მაგრამ აქამდე კონცენტრება მე არ მინდა ამითი ჩემ პარფუმს ან ფხაიზე როგორ ეს არ არის აქ გაიგე რომ დავუშვათ შენ რო ეს მითხარი ორ შაბათს გამოვიდა ეს პროდუქტი ჩვენ ახლა ვიწერთ ამ ვიდეოს როდის იქნება ალბათ პარასკევია დღეს არის პარასკევი ესე იგი ორ შაბათს სამშაბათი ოთხ შაბათი ხუთ შაბათი მეხუთე დღეა რაც ეს პარფუმი დაიდო ონლაინ მაღაზიაში არსებობს ხო შენ მე დამირეკე იმავე საღამოს რომ გამოვიდაო და სანამ მე შენ გელაპარაკებოდი ორი წალი გაიყიდა კიდეც და ეს ყიდველები იყვნენ ხუთი არა ორი ლაპარაკის დროს გაიყიდა არა ხუთი კარი მეტი გაიყიდა მაგრამ ვინ ლაპარაკის დროს ხო იმ ლაპარაკის დროს გაიყიდა ორი და მე რა მაინტერესებს ეს შენი ლიკვიდების მომხმარებლებმა იყიდეს თუ იმიტომ რომ ნუ წარმოუდგენელია შენ დილით დადე ეს გასაყიდად და მე შენ საღამოს გელაპარაკე და უკვე აქედან ორი ვიცი რო ლიკვიდი და დანარჩენი არ ვიცი არის უნდა გადავამოწმო ვერც მოგიცალე მაგისთვის დანარჩენი ვინ იყვნენ არ ვიცი უნდა გადავამოწმო თუ საინტერესო ორი ვიცანი რო ორი იყო და იქიდან ვიც მიცნობს რა ნუ ახლა ფაქტი ერთია რომ შეიძლება სუნებს და პარფუმს და
თვითონ ამ მატერიალს რაც შეეხება საზოგადოებრივ არომებს და არომებში შერჩევაში მე დამწყები არა ვარ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია 15 წელიწადი ამას ვაკეთებ და სხვა კუთხით მესმის და სხვა კუთხით ვაკეთებ, მაგრამ როგორც პარფუმის დამზადებელს ცნობადობა რა თქმა უნდა ჯერჯერობით დაბალია, ანუ დაწყის ფაზაში ვარ, რასაც ეს ცნობადობა ქვია, იმ ხრივ თუ მიცნობენ ჯერჯერობით თორე, ნუ საპრინცაც, მაგრამ ნუ ხო რეკლამაც არ გაიგეთებ. რეკლამას არ ვაკეთებ, ხო. მე მინდა რომ ეს თვითონ აი თავისით წავიდეს, ისევე როგორც ლიკვიდი წავიდა თავისით, ბუნებრივად წავიდეს და რა წვეში ხო, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ ლიკვიდის ისტორია. წინა ვიდეოში. ხო და რახავთ ამ ასეთ ფორმით ვაკეთებ ეს ხელოვნება, ეს რაღაც უნიკუმია, ეს განსაკუთრებული რაღაც არც მინდა თვითონ მარკეტინგის ფორმაც ისეთი იყოს, რომ აგრესიული არ უხდება. ეს სხვა არის, ხელშეკრულების საინში ვარ. სხვანაირი ტიპის ახალგაზრდობას, სხვანაირი ყოფილი დედერი. ანუ ხო. კომუნისტური ბელინია. ხადა აქ ცხოვრობენ ასე მუშაკლასი და მოხდა ისე რომ მოაწყდა დიდი რაოდენობით ახალგაზრდობა, აქ რომ ბინები რაღაცა ყველაფერი ძალიან იაფია. და არის და ძირით ყველანაირ მთელი სოფლიოდან არის, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი არის აღმოსავლეთ ევროპელი ახალგაზრდობა არის, ხო? ფაქტორი იაფი ახლა ეს ტანსაცმელის ხო და ყველასაში აქ სეკრეტრიებში გამოწყობილები არიან აქაური მაღაზია და ყველა ფერხის ნაბიჯზე სეკრეტრის მაღაზია. მე აქ მოდიან თვითონ მაგალითად 1-2 არის უკრაინელი თუ იქნა თუ ნახე გამეხარდება ძალიან კაი ბიჭები არიან სულ თავისით კერავენ ტანსაცმელს ანუ რაღაცა ტანსაცმელს ებლობენ და გადააკეთებენ და იმას კიდევ და მიცხოვრობენ და ხო ბევრი არის ასეთ ზამთარი Ich hatte auch so vor, mein Haus in so gut aus. ხო ანუ სლოგულო რა გინდა ყველაფერი იაფი და საინტერესო რაღაცები ვიცი. კომენტარო, ლოლ დავწერო, გავიცინო, გამოვიცინო და იქ საქართველოში ეს გლობალური დავალება, შინაგან დავალება ახალგაზრდას დიდია უფრო, გაიგე მისია დიდია უფრო და მისია როცა დიდი გაქვს ეს გალანაა. გაიგე? და ძინავს ფერზე, ნუ არაფერი არ ეთქვა გამოდაძინე. ნუ ხო, შევადარებ. კი. ავტორებს მაგნიტოფონები ეს ვისაც ედგა მანქანაში 06-ში სუპერ კაცი იყო ყველა გოგო მისი იყო მე 8 მმ-იანის პროექტორი კრისტევოკ Они маленькие, что им надо работать? Мини вот сколько? Ой, за мини. Нивеас кремио пасот. Hey frérot. She changed so much. Do you recognize her? Who's this? So many people don't recognize ხოდა შეფუთვაშად ზაშიძეს ხო ნახე რა პლასტიკის ის ჩაგეტილია ეხა ეს ნომერი პირველებია გადავდები ნომერი პირველი ამას არ ვყიდი ეს მინდა რომ საქველმოქმედო აქცია გავაკეთო რა გავყიდი პირველი დარჩება და ბოლოს გავყიდი როგორც საქველმოქმედო აქციას და საეტალონო არ გინდა რომ დაიტოვო ერთი ეტალონი
ეს არის საბოლოო ასე მიდის. ხო და ბეტონს თვითონ კონცეფტიც ასეთია, რომ საერთოდ პარფუმები ასე რომ ვიცი ზოგიერთი პარფუმს ხედის, რომ აი მაგალითად მე სპეციალური შუშა ავიღე, ან სპეციალური ქვა, იმისი რა ქვია. ხო, ბროლიც არის. ბროლი და არა შუშებიც ან სპეციალური სახეს ვერ ვიხსენებ ხარ. კვარცის და ხო უზარმაზარ ფაცებს და ვულკანის იგი და ძალიან ძვირფასი და ძალიან იშვიათი და აქ არა პირიქით არის ინდუსტრიული მასალები. ბეტონი იმ სქელი პლასტიკაში შეხვეული, ესეც პლასტიკისაა, ანუ აქ არ არის როგორ ვთქვათ, მინა ძალიან იშვიათი და პირიქით ძალიან კონცეპტუალურ ინდუსტრიულ ფორმითაა შეფუთული, რაც პარფუმში არ არსებობს, ხო? ინდუსტრიულ ფორმით. ეს პლასმასია, ხო და ესეც ასე ვთქვათ, იაფი მასალებითაა გაკეთებული და ეს ეკოლოგიური და ის მომენტი ისაა, რომ რადგანაც მისი ფორმა aufmachung როგორაა შეფუთვა და რაღაცები ძალიან ორიგინალურად მსგავსი არ არსებობს, ვივარაუდებ მე, რომ ვიცი ყიდის ამათთან სამოცებობს გადაიხდის, არ გადააგდებს რა, შეინახავს ასე, იმიტომ რომ აწი თუ გამოვთო რა, აქამდე ესეთი არაფერი არ არსებობს. ანუ ხვდები რას გეუბნები, თავის უნიკალურობა აქვს. და ეს იყო ამ კონცეფციის ისე, რომ საბოლოოს მასე იყო ეს სპეციალური ყუთი, ზამთრის ყუთი გავაკეთეთ, რომ ხო, ხარაბისთვის გამოიყენო, ხო. შეგეწოდება ეს რომ გადააგდო, ხო და ნამუშევარი ჩადებული ენერგიას ქაღალდით ძალიან ძვირფასია, მაგალითად ძალიან ძვირი და ჩვეულებრივი ქაღალდი არ არის, ანუ სპეციალური ქაღალდი ვეძებთ, რომელსაც სტრუქტურა აქვს და ასე შემდეგ, რომ და თვითონ კიდე შეფუთულია ცალკე. ეტიკეტი გაცილებით ძვირი იყიდა, მე კაკილა. ანუ თვითონ მატერიალის ფაზი დაბალია, ანუ რა იყო თვითონ ამის დამზადება და ამის ასე ფორმის მიცემა და ეს არის უზარმაზარი ტრაგედია და მჯომოლობაზე ასე ვთქვათ. თვითონ მატერიალის ფასი რაც aufmachungs რაც შეფუთვას და იმას შეეხება კონცეპტუალურად ისაა, რომ არ არის ძვირი. ხო, მაგრამ სპეციალურად არის ეგრე რა, შუშად შემილია. უამრავი ისინი მიდევს ეგეთ ოთახში რა. აი ამდენი რაღაცები პრობებისთვის ვიყიდეთ და შუშაც იყო, ისიც იყო მეტალის ბანკასა დაალაგეს ეხლა ოთახია, სხვა ფორმების დამილაგეს ოთახია. მეც ასე ვარ ხოლმე რომ დამილაგებენ ვერაფერს არაფერს აღარ პოვდა. სხვა სახის პრობები და საბოლოოდ მაინც ეს ყველაზე ასე ვთქვათ. მარტივი და მახინჯი. მახინჯის რა გიქრა? ნუ ახლა ეს არ არის რა ქვია. ხონო კიტრის ჟავეკიტრის ბანკა არის. ბანკაც არა, პლასტიკაა. პლასტიკია. და ესთეტიკაში უკვე სხვანაირი ქილა არ არის ბანკა. ხო, ბანკა არის, ხო და ესთეტიკაში სხვანაირი ეფექტი ეძლევა რა. ცალკეაღებული ბანკაც მახინჯია, ხო. აქ უკვე კონცეპტია. ამიტომ არ შეიძლებოდა, ანუ აქ არ შეიძლებოდა ძვირფასი შუშის, ბროლის რაღაცა ყოფილიყო და უღალატო საკუთარ. ხო, აბსოლუტურად გამოვიდოდა იმიდან რა ქვია. ეს არის კიდე რაც შემიძლია მოყვე. ეს white-იც მაჩვენა. ანუ ესენი არის ნუმერ პირველები არის, ხო, პირველი. ამას ვინახავ რომ მე არის თეთრი, ანუ ოთხკუთხედი და შიგნით არის კიდევ სქელი პლასტიკი, რომელშიც დევს რო არ გარდაიცვალოს. არ ვიცი ხა თუ არის ანი წავიდა და მოიცე წამით სქელი აღარ არის ვებსაიტზე რომ შეხვალთ იქ ნახავთ რა. ძალიან სქელი. ერთი ასეთი რომ მიყვება. ნუ მაგალითად ხელზე ხო რაღაც ეს სკულპტურის ფორმა აქვს რა ხო სკულპტურის ფორმა აქვს და ეს ამაში არის ჩამოცული და თვითონ მე თავსახურს რო ახურა ის იპრესება და აღარ თამაშობ. თან იცავს და თან იქიდან რომ ამოიღო ინფორმას უბრუნებს და შეიძლება ინფორმი დადო ოთახში. ანუ ეს ასევე ისეთი რაღაცა რომ როგორც ხან გითხარი ეს პარფუმი და რა ქვია რაღაცა დეოდორანტების გვერდით არ დაადებ ამას რა. იმიტომ რომ ისეთი ეფექტური ის აქვს თავის პლასტიკენა რო აიღო თავისთავად შეიძლება დადოს სადღაც. მე გავაკეთე კაის გავაკეთებია სურათები ხელოვნურ ინტელექტს, რომ რაღაც ანტიკვარიატის სახში დევს ესენი რაღაცა ძველ ანტიკვარიატების გვერდით. ანუ ეს ბეტონის ასე ვთქვათ მინიმალისტური რაღაცა დევს რენესანსის ესენი რო იყო რა ქვია ფაიფურის ცხენები და რაღაცა დედოფალი კიჩი. ანუ ხო ბიძინა მაინტერესებს ბოლო სუნი ამდენი ხანი აღზევარ და სუნი უნდა გავსინჯო. მეც ამოვიყო ახალი სწორ და დავზიდე ხელებში. რაც კანზე სხვა სუნი აქვს. ხო არის კიდევ იმაზე ფაიფურზე აკეთებენ. მაგრამ კანთან ყველაზე ახლოს არის ბუმბული. ბარის ბუმბული. ბარი ხო კანთან ანუ კანის ხო თავისი ფორმიდან გამომდინარე
პარფუმის მოლეკულები სხვადასხვანაირად ნაწილდება ვიდრე ქაღალდზე, ხო? და ქაღალდს მაინც აქვს საკუთარი სუნი. ხო, ქაღალდს აქვს. ამას ქაღალდი რო დაასველო სუნია. ხის ხორცის ნაწარმია, ხო. ამას რაღაცა ისეთი ნეიტრალი. ხო, კანთან ადამიანის კანთან ყველაზე ხო, იმიტომ კერატინია. ხო, ახლოსაა და ამიტომ ასე გავსინჯოთ თუ გინდა. ოკეი? ავიღოთ, ეხა მოდი ჯერ ყვითელი ავიღოთ, ოკეი? რომელიც კიდე ეს არის? არა, შენ. ანუ გავხსნა. ხო, ანუ აწიებით ავით. всё. ასე და ეხა მას დრო უნდა შეგიძლია ახლა. ახლა ამასთან დრო რო ეს ჯერ ალკოჰოლი გაქრეს. ხო. და დარჩეს. და წამოვიდეს სუნი. ახლა მე რაც გელაპარაკე, იქიდან გამომდინარე უნდა დავყნოს ეს ისტორიები, ეს მოგფენთ ბაშენ და აი იმ კუთხიდან გამომდინარე და არა იქიდან რომ ამაში მე სოკო გამოვიყენე, ხე გამოვიყენე. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ არ იკითხები გამოვიყენე თუ ხო. ხო, ვერც აუხსნით ეხა ჩვენ მაყურებელს, ხო, სისულელია. ასოციურად გაცილებით მარტივად ასახსნელი არის. არა, შენ გაქვს ასევე მე ვიცი რომ 8 ევროთ გაქვს ეგრეთ წოდებული საცდელი. კი, 1 მილilitrია. ხო, 1 მილილიტრი. შესაძლებელი არის რომ თქვა და ადამიანმა გამოიწეროს საქართველოსთვის. კი არის, კი, ალბათ არის ხო გაჩნია იქ თუ საბაჟოზე რამე თუ არ გაიწერა, არა ხო, არ ვიცი. საქართველოს ჯერ არ გამიგზავნია სიმართლე გითხრა არაფერი. სავაჭრო. ხო, ჯერჯერობით ინტენსიური არის, ალკოჰოლი გაუვიდა. და შეგიძლია დაიწყო თუ გინდა. კიდე ანუ ხო, ცოტა ხანია. არა თუ მართლა გასინჯვა გინდა მაშინ ხეზე უნდა და საათი უნდა უცადო. ხო, ესე იგი. შეგიძლია ნახო. ხო, აი ვერ აუხსნი ხარა. მე ასეთი სუნი ჯერ ვერ მომსგავსებ ვერაფერს. ხო. თუ ეს სწორი პასუხი უკვე იყო პირველი. შეფასება. ხო, არა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა შეიძლება რაღაცები დაუკავშირო და საკმაოდ ინტენსიურია თან. ხო, პარფუმია, ანუ მაგდენი არ უნდა დაესხა, ცოტა უნდა დაესხა სხეულზე. ხო, ნუ აქედან მე მომწონს. ხო, არაფერი შეერზეს. არაფერი შეერზეს. მოვა ხა. ძალიან საინტერესო სუნია, ძალიან. აი ამას სჭირდება სპეციალური დამფასებელი. ეს არ არის ყოველდღიური, არ არის ის რომ გავიპარსე და ზედ დავისხე. ხო, არსებობს რა თქმა უნდა, არსებობს პარფუმი, რომელიც ეგრევე შეგილია და ორგანი და როგორ თქვა რომ რა არის და ჩადო. ხო, რაღაც კატეგორიამდე მიიყვანა. ხო, იმიტომ რომ ესეც საინტერესო პარფუმია უკვე, როდესაც ჯერ ვერ აფიქსირებ რა არის. ხო, არა ვერ ვაფიქსირებ. მაგრამ კიდე ეს იმას არ ნიშნავს რომ ის არის იმდენად განსხვავებულია რომ ამას არ დაისხამ პირიქით. პირიქით, მაგაში შენ სხეული სწავლობს ამას, რამოდენიმე დღე გჭირდება ამისთვის, რომ მე ეს შენ ხასიათად გადაიხსენე. ეს ბრო, რაიცი ეს ეს არის ამის უნიკალური მომენტი, რომ უნიკუმობის მომენტი, რომ თავიდან იწყებ ამასთან ცხოვრებას. ანუ რაც ეხლა ვილაპარაკე, ახალი კუთხით დაინახო რაღაცა. ხო, სხეულზე რო დაისხა, კიდე სხვა რამეები ხდება. აი, ამის პასუხი ხარ შენ სხვა ახლა აკეთებ ლაივში და უშუალოდ გასინჯვას, ხო? რეალური პასუხი ერთი კვირა გინდა. ხო, ალბათ. ალბათ, ხო. ნუ ეს არის ახლა და ეგრევე ვინაც რო გასინჯო პირველ კლუბს და გემოგჭირდება რა სანამ დაჯდება იმას ამას ხო. და აქ კიდე პარფუმი კიდე შენი სხეული იწყებს. თავისი სუნების და შერევას და იმას და ამას და ხო, შედის რეაქციაში შენ კანთან. და დამოკიდებლად რა მომენტში, რა თხე, ხო ჩვენ სხეულს ასევე აქვს ჩვენ გვაქვს ჩვენი სხეული, ყველას ხო გვაქვს ინდივიდუალურად ჩვენი სული ჩვენ სხეულზე, ხო?
მაგრამ ამას რა ემატება კიდე იცი რომ ჩვენი სხეულის სუნები იცვლება დამოკიდებული რანაირ განწყობაზე ვართ. ხო? ამას მართალია ჩვენ პირდაპირ ვერ ყნოსავს, ასე ძლიერი არ არის ეს ცვალებადობა, მაგრამ მაგასაც ცხოველი შეუძლია რომ დაღნოსოს. ესე რომ შიში გაქვს, გამოყოფ ადრენალის აქვს თავისი გარკვეული სუნი და იმას ყნოსავს ძაღლი, გაიგე? და ასევე შენი სიყვარულს თავისი სუნი აქვს, ტრავმას თავისი სუნი აქვს და აი ორ სუნქალებსაც თავისი ის აქვს, რომელიც უფრო აქვს ხოლმე მე ძაღლებს და უფრო კეთილშობილური ეს ბუნებიდან ბიოლოგიური ევოლუციური პროცესიდან წარმოიშვა, რომ ეს აგრესიას არ იწვევს. ხვდები, ადამიანის ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აქვს ასე თავის სუნები. ხო, ეგრეთ წოდებული ფერომონები, რომლებიც ასე პირდაპირ ვერ ყნოსავს, მაგრამ ის მოქმედებს მაინც, გაიგე? მოლეკულების დონეზე. და აი პარფუმს რო ისხამ, ეს კიდე სხვანაირად შედის, გააჩნია რა ხასიათზე დაისხი. მართლა რა ხასიათზე დაისხი პარფუმი, ისე შეიძლება განვითარდეს ის მომენტში. ხო, იმიტომ რომ იმას დაემატოს შენი სუნი და ხო და მე ვიღაცასთან მივიდეს უკვე შეძავებული. კი. ეს ყვითელი ძალიან კარგი. ძალიან უცნაურია. ისევ მეორე არაფერს გავს და მე ამას ვიხმართ. ეს არის ისინი საცდელები? პრობები, ხო. ხო, აი ეს არის საცდელი. არის მე რო საშუალება მითხარი შენ და კი, გაგები. ხო, თუ როგორ შეუძლიათ რომ იყიდონ ონლაინ. თქვათ ახლა პირდაპირ ასამუნციებლო არ მიცენ ან იყიდონ ეს, ხო? ოკეი. შენ ნახე ხა ყვითელი. ჩვენ ნახე ხო თეთრი. თეთრი წინა სიტყვა ვარქებ, რომ თეთრი ყვითელივით ასეთი, ეს არის ყვითელია ძალიან ძლიერი და ხო, და ხო ესეთია. და ეს არის განვითარებადი. ეს ისე ასეთი ყვითელი უფრო ესეთია, კლარ როგორ არის, კონკრეტული უფრო ახმადი. მართალია ვერ გებულობ რა არის, მაგრამ მაინც კონკრეტული ასე ჩამოყალიბებული ხორციანი სუნი აქვს, ხო? ოკეი. რო უნდა ხამას. ფათ იგივე კომპოზიტორს ამ წერალს ამ ხატვარს შთაგონება ეწევა ხო და იგივე ცეხია ხო ფაქტობრივად ხელოვნების ცეხია ესა? ხო, უფრო ხო. იმიტომ რომ ეს რა არის, აი სრული ხელოვნებისგან განსხვავებით, როგორც მხატვრობაა, როგორც ნახატია, როგორც დასრულებული მუსიკალური კომპოზიცია, მოდელიორობა. ხო, ეს არის ასევე მოხმარების პროდუქტი. აი კინოს არ არის ისე მოხმარების პროდუქტი, ეს მოხმარების პროდუქტია. ანუ იმის გვერდით უფრო მოხმარების პროდუქტია. ანუ ორ ფუნქციას ითავსებს. კი შეგიძლია ხელოვნების ფორმა, რასაც ქვია, საერთოდ გამოუთიშო და სრულიად მოხმარების პროდუქტად ძირითადად რაც არის. რომ მოხმარების პროდუქტად გადაიქცე. მე იმიტომ არ მქონდა პრობები გამოშვებული თავიდან, რომ მე ვთქვი, რომ ეს მარტო პარფუმი, ესე ხელოვნების ისა რა ქვია, პატარა სკულპტურა არის, რომელიც ასე უნდა იყიდო, აქ მარტო სუნზე არ არის, ხო? ნუ მე იმდენმა მოითხოვა, რომ საბოლოოდ მაინც მოხმარების პროდუქტია და ეხა იქით კვიდან გამოუშვებ ამ პრობებს. რომ გასინჯო და ნახონ ჯერ, ხო? და მე მესმის, რომ დიდი თანხა დიდია და ვერ გარისკავენ, მაგრამ ბევრმა გარისკა ბრმად იყიდა. დიდი ნაწილი ვერ გარისკავს და მესმის ამის. და იყიდა და ნუ მე რაც ვნახე, ხო, ხელა წერილი მოძალწე. წერილები დაიწერა. ძალიან მოეწონა, ხო? ძალიან მოეწონა და რასაც თუ აკეთე და თვითონ კაღად გამოვიდა ჯერ მატერიალის სწავლა გინდა ძალიან დიხანი რა. მატერიალის სწავლა რა როგორ ფუნქციონირებს, ანუ არ ეგონოს რომ ბეტონი უბრალოდ ნაიღო და ჩამოასხა მას არ ფუნქციონირებს. სიაშკა გააკეთე. იქ იმდენი რამე უნდა ისწავლო რომ გამოცადო ამ შემთხვევაში როგორ იქცევა, ამ შემთხვევაში როგორ იქცევა, ვაშრობთ რომელ ოთახში გავაშროთ, რანაირ ტემპერატურაზე გავაშროთ, თუ ძალიან ჩქარა გააშრე, ფუჭდება ყველაფერი ინგრევა, თუ რაღაც გარკვეული ტემპერატურაზე ნელა უნდა გააშრო, არ შეიძლება ამის უცებ, თორემ მასე შეგვიძლია ფენით გაგვეშრო. და 2 წუთში გაშრებოდა. რამდენი ხანი უნდება? 2-3 დღე. 2-3 დღე. და ისიც არ იცი რა გამოვა. სანამ არ მოიღებ. ხო და ეს ისეთი აი ყვითელი დომინირებს შენზე. აქ შენ უნდა ჩაყოცხვირი თეთრში. ხო, ეს ესეთია. ეს ხორციანია რა. ეს მოდის ხო შენთან და აქ უნდა მიხვიდე. ამასთან თეთრთან. დაიწყებ? ნაირა.
ამასთან ასე უცებ ვერ იტყვი, აჰა. კიდე დრო უნდა მე მგონი ამას. ხო? ეგ ძალიან კომპლექსური და რთული არის, ხო? ხო, არა, ეხლა ვერ ავწერ მე ამას. ამას ეხლა მას ხვირი ჭირდება, პროფესიონალი ხვირი ჭირდება. ხო, მაგრამ მაინც რა არის შეცდ ნაცნობი არის რამე? როგორ დაახასიათებდი? გაშლილია ეს თუ არის კონკრეტული ნაცნობი იჭერ რამეს? მცენარეები მინდა რომ დავიჭირო, მაგრამ არ არის მცენარეები. თითქოს რაღაცა ამას. არა, ამას ცოდნა უნდა. ამას ცოდნა უნდა. ეს უფრო რთული ტიპია. რთული იმ ხრივ რომ საქმელად არის რთული, ხო, მაგრამ თორე საოცარი სუნი აქვს ამასაც. ჩემთვის ძალიან კარგი. ძალიან მისტიკაა ეს. აი, რაღაც უფრო ის ეგრევე გიფხორობ ყვითელი. ხო და ეს უფრო ნისლია უფრო, ნისლია, ხო. აქ ნისლში ხარ, ოღონდ ესეთი კარგი ნისლში ხარ რა, ნისლი ხო საერთოდ ლამაზია ყველგან. ხო. ქალაქსაც უხდება, ესაც უხდება. ასოციაციო დავანებოთ კონკრეტულ ნოტს, აი მას რა ქვია, ზაფრანი. ხო, არა, ვერ პოულობ ვერანაირად. კონკრეტ ემოციო ასოციაციო რა არის? ნისლი. აი ეგ ხო, სადღაცა ნისლიანი ან ქალაქი ან ესეთი. იცი რა დღეც მინდა და ქალაქიზე რატომღაც აი კარგი ლამაზ ფახვერკიან გერმანულ ძველ ქალაქს ნისლში უფრო მაგონებს. შეიძლება თქვა თელავიც და რაღაცა ეგეთი ჩემი საყვარელი ქალაქებიც რო ავიღო ნისლში. რატომღაც ქალაქისკენ გაჩავს რა თქმა უნდა. ასოციაციას რაღაცების ეს უფრო იწოს თუ ის. ეს ხო? იმიტომ რომ ის აგრესიულია უფრო შედარებით რა. კარგი ესეც. კარგი ეს უკვე მოჯდა და არა ვარ ხო მე პროფესიონალი წარმოდგენა არა მაქვს უბრალოდ ძალიან მიყვარს სონამოები და ეს ორივე არის ძალიან ბევრნაირი მაქვს სახლშიც გასინჯულიც ასეც ისეც მაგრამ ესეთები მართლა ძალიან სხვანაირია ხო არა ესაა ჩემი უფრო თუმცა ესეც ძალიან კარგია ამაზეც ვერაფერს ვერ ვიტყვი ვა, ესა შენი უფრო? ხო. ანუ შენი ცხვირი ფაქტიურად ჩემი გრძელი ცხვირი? არა, ესა, აკა ცხვირი სიგრძეზე არა დამოკიდებული აკრას იწევს, ხო? ხო, იმიტომ რომ ამას უფრო რთული ცხვირი ჭირდება, აი ეგა. იმიტომ რომ ეს კონკრეტულია ძალიან. მაგრამ არც ისე კონკრეტული რომ თქვა ტრივიალური და მარტივად გასაგები კი არ არის, უბრალოდ უფრო ჩანს რაც არის და ხო. ეს სხვა არის. ეს სხვა. ხო, შენ როგორ გინდა რომ ახსნათ? შენ რა სიტყვი? შენ როგორ ხედავ? ჯერდი რომ ახსნა მე ასოციატიურად შევდა ეგა არა ინგლისურიც ხო უკვე იცის ხალხმა შეხვალ ჩემ გვერდზე იმდენად რთული არის ამის ახსნა ხო შევიდნენ და ორი თვე მარტო მაგას მოუნდი რო ჩამოგეყალიბებია მოვანდომე კონცეპტი რო ჩამოგეყალიბებია და მე ვიღაცას ეს დაემუშავებინა იმიტომ რომ შენ თავსაც ვერ ენდებ ხო იმიტომ რომ მე ამხელა ტექსტებს რა ქვია 10 გვერდი 20 გვერდიანი ტექსტები და ამას ახლა შეიძლება ვინმე შეთავაზო რომ ხა წაიგითხე კაცო იზიზუნია გეკითხება ხო ჟავე კიტრის თუ ლობიოსე ასე მარტივად უნდა ადამიანს გაიგოს და ახლა 5 გვერდიან 5 ენციკლოპედიას ვერ შეთავაზებ და ვიღაცა მეს უნდა ჩაატიოს მოკლე ტექსტში მე რას დავწერე ანუ ის თქვაც მინდა ხო მაგრამ ისე ჩაატიოს რომ არც დაიკარგოს თან სათქმელი იმიტომ რომ იმ სათქმესაა განწყვეტი და არა ის რომ ამას აქვს სუნი მაგალითად ყვავილის სუნი აქვს საფრანის სუნი აქვს ორიენტალური ურტყავს ტომბალოცურები ეს თვითონ მე მას რა ქვია სმენას არაფერს არ მოგიდას ეხლა მე რო თქვა იასმინის სუნი აქვს თუ ლავენდელის სუნი აქვს არაფერს არ მოგიდას ეს ხო
იმიტომ რომ თუმცა იყო კონკრეტული სუნამოები დიორის სიმოდა რაღაცა რომელსაც კონკრეტულად ჰქონდა იასამნის სუნი და მეტი არაფერი. გასაგებია, მაგრამ ერთიანობა წყვიტავს. აქ რო შენ რას გიშვება ეს სუნი და არა იასმინის სუნი ჩავდე, წნილის სუნი ჩავდე თუ რისის სუნი, აღარ არაფერს ოღრახობში. არაფერს არ წყვეტს. წყვეტს მთლიანი კომპოზიცია, ხო? და მთელი ფილოსოფია, მთელი ისტორია მის მიღმა და ამ ტექსტების ჩატება, ეს დამოკლება და განწყობაც. ხო, შენ როგორ რას გიშვება, როგორ ხდის? მე მაგალითად ყველას ურჩევდი, რომ გასინჯონ მაინც. შეიძლება ვიღაცამ არ მიიღოს. მაგრამ არ მგონია. არ მგონია იმდენად სხვა არის, იმდენად განსხვავებულია, რომ ამის არ მიღება, უბრალოდ არ გამოგიგვანა. მოკლედ კიდევ ერთხელ, ყვითელი, თეთრი. აი ეს ორი. სუნამა, რომელსაც მე გირჩევთ, რომ გქონდეთ სახლში. საოცარი ახლა ჩვენ ახალგაზრდობა დავათვალიერეთ, ახლა აქ შევხედეთ ხო, რომ წერო შეადრო ქართულ ახალგაზრდობას, ეს ცადა დედამიწა არა, ქართული ახალგაზრდობა ეს საოცარი ფიგურაა, ხო? და აქ ნახე, არაფერი პრობლემები არა აქვს ამათ იმის გარდა, რომ რაღაცა ინსტაგრამზე დააპოსტონ და ლოლ დაწერონ და ჰაჰაჰა დაწერონ და რაღაცა გადააზიარონ და რაღაცა თუ არიან კიდე რაღაცა საპროტესტებენ, არის ძირითადად ეკოლოგია და ლუქსუს პრობლემები, რომელიც მაგალითად ნორვეგიელს რო ქართული პრობლემები ჩაუდო, შეიძლება დეპრესიიდან ეხლა გადაიტანოს ეს. ანუ ეს მეომარული სული, რასაც ქვია, ყალიბდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ხო? ეს ნამდვილი, ხო? მეომარიერი იყო გერმანია, და იგივე ნორვეგია და იგივე კი, სულ გამიწევ. დანია და ყველა. ო, იგივე, კი. ვიკინგები და ყველაზე მოძრავი ხალხი იყო ფაქტობრივად. კი. დღეს არიან ალბათ ყველაზე შენელებული ხალხი. კი, ხო, იმიტომ რომ ეს იცის კომფორტ, მაგრამ ეს იმასმა თავის დროზე ბევრი იბრძოლეს, აი ლუქსემბურგზე მინდა და მაგათაც საუბარი ლუქსემბურგში ვიყავი და ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაშოკილი რითიც ვიყავი, ეს იყო ლუქსემბურგი, რომ ეს როგორი ქვეყანა. ესე იგი, რა არის იცით, საერთოდ ცივილიზაცია რაც რო ვითარდებით, მენელა ხდება ადამიანები, რომ არსებობს რაღაცა პრიორიტეტები, რაც ადრე პრიორიტეტები არ იყო, რაც ეს მაგალითად უცებ პუტინის რეჟიმმა დაარღვია, მაგალითად, რომ პრიორიტეტები შემოიტანა ეს საუკუნის წინანდელი და ტერიტორია უნდა დაიპყროს, თუმცა ესაა მნიშვნელოვანი და რაღაცა ხო, რაღაც მე ველური გამოქვაბული და გამოვარდნილი გიჟის მენტალური ეს სახელმწიფო შექმნა, ეს აღარაა პრიორიტეტი, არა აქ ამას რამდენი კილომეტრი კვადრატი. დღევანდელი პრიორიტეტი არის ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის კარგად ყოფნა, ამაზე დიდი პრიორიტეტი არ შეიძლება არსებობდეს, რომ ადამიანის უფლება იყოს დაცული. ეს არის პრიმია, აქედან იწყება დანარჩენი ყველაფერი. გაიგე? ყველაზე მთავარი იყოს, რომ ადამიანი რო ცოცხლობს, დედაჩემი რო ცოცხლობს და კონდეს წესიერი მედიცინური საშუალება, კონდეს ეკონომიურად არ უჭირდეს. სამუშაო ხდები, ეს არის ადამიანის მთავარი. არეშინოდეს რაღაცა განსხვავებული იყოს. თუნდაც პირველ რიგში ასევე, ხო? და მაგალითად ლუქსემბურგში ვიყავი, ამაზე ვიყავი მე დაშოკილი, რომ ესე იგი ლუქსემბურგი არის ერთი წისქნა, ბალახვანი და საფიშხის ხელა, ასე ვთქვათ. სადღაც ხელა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ირონიულად რო ვთქვათ, ხო? და ადამიანები არიან ბედნიერები. ადამიანის უფლება და ადამიანის მოუვლა და სოციალური და პენსია და არის უმაღლეს დონეზე აყვანილი. გასაგებია ლუქსემბურგმა ჭკვიანად გააკეთა, რომ თვითონ არაფერს არ ქმნის, ისე მხოლოდ ბანკების ფულებით, ასე ვთქვათ, ასაზრდოებს თავის მოქალაქეებს, მაგრამ დღეში ორწერ წმინდავენ მთელ ლუქსემბურგს. მთელი აი ეს, რა ქვია, პენსიები ისეთია, რომ ენით აღუწერილი და მთელი ეს ტრანსპორტი ყველაფერი უფასო მოქალაქეებისთვის. ხო, აი სრულიად პრიორიტეტი არის დასმული ესეთი რაღაც, რომ აქ ცხოვრები ადამიანები იყვნენ ბედნიერები. და აქ ცხოვრება ადამიანებმა იგრძნონ ადამიანებად თავი. მიმიხდი. და ადამიანი პიროვნება, ინდივიდი ერთხელ რჩება, ის არ გაჩნდება კიდე. მოდი დღეს არ გამოგივიდა, რომ ხვალ დაიბადები კიდე მაშინ სად. ეხა მინდა რომ დავუშვათ თუნდაც ჩემიანმა და საერთოდ ადამიანმა რაღაც რო დაჭდეს, ეხლა მიიღოს, ეხა იცხოვროს მშვიდად, ეხლა კონდეს წესიერი სახლი, ეხლა კონდეს წესიერი, რა ვიცი, მანქანა თუ ჭირდება და მანქანა ყავდეს ბატონო. ეხა რომ დაცული სიბერი, ეხა რომ მოუნდეს ამე წასვლა და მოგზაურობა, ეხლა წავიდეს. ანუ ვინმე აიღებს თავის თავზე იქ გაყიდვას,
თუ დაგჭირდა. არა, მას არ გავყვი, არა. არა, ეს მხოლოდ online. ლიმიტირებულია ეს რო გაიყიდება, ანუ მაგაზინი არც ამაკ რო. ანუ online მხოლოდ. ხო. გამოწერთ. მაღაზიაში ეს არ დაიდება. ხო. ჩვეულებრივ ეს ფიზიკურ მაღაზიაში ეს არა, ჯერჯერობით არც არ ვაძლევ. არც გაქვს შენ ხო იმის საშუალება რომ თქვა ბევრი გააკეთო. არა, არ მინდა რომ გავაკეთო. არც მინდა. არა, არ მინდა. ეს დავამთავრე მე ეს პროექტი და ახლა დღეს კიდე ცოტა ენერგია შემორჩენილია ინერციით. აი ეგ და ერთ კვირაში არც მინდა. კარგად გახედო აღარ მინდა. არა, დავამთავრე პროექტი. ეგ ფილმებიც მასე მქონდა, მე ჩემ ფილმები ნანახეთ არა მაქვს ყველა. მე ახლისკენმა როგორ კონცენტრირებული. ანუ რასაც ვიწყებ იმაზე ვარ, დღე დაღამე ქუთაისში იმე რო ჩაფჟირებული. ჩაფიჩინებული. ჩაფიჩინებული. დაანჩინე ყველაფერი რაც არსებობს, ყველაფერი ხელს მიშლის. და მაინც ეს? მოგალი და მაინც ეს. ხო არა. რატომ მიგინდა რომ არ მინდა? არა, მიკვირს, იმიტომ რომ საერთოდ როცა მარტივ ტესტს აკეთებ, ამაზე ფიქსირდება ხოლმე ხალხი. ელოზე, ხო და ამაზე ფიქსირდება ის ვიც ცოტა მეტი იცის რაღაცა ცხვირით. ანუ ეს მას ანიშნავს რომ რამე ცუდია რაღაც. ხო, არა, აბსოლუტურად. უბრალოდ ისე ვიმეორებ, ეს არის ძალიან კონკრეტული ეს არის ნიცე და ეს არის ჰეგელი, რთული, ანუ და არითავს რომ ნიცე ცუდია. ხო. ანუ ეს გაცილებით მარტივი წასაკითხი და ურთულესი წასაკითხი. კარგი. ამით ეს თემა თუმცა იმდენად რთული თემაა რომ ამის დამთავრება ხო რთულია, მაგრამ ამით დავამთავრებ. დღეს აქ გაზაფხულის ბერლინი თავისუფლებით სუნთქავს. მისი ქუჩები ათასობით არომატს ინახავენ. მოხალული ყავის და დენთის, საცხვის ყვავილების და ტყავის მეორადი ქურთუგების. უძვირფასესი კონიაკის და ნატყვიარი კედლების. ამ კოსმოპოლიტურ ქალაქში ქართველი ხელოვანი იღებს ფილმებს, ქმნის აქამდე არ არსებულ არომატებს და ყველაფერი, რასაც იგი აკეთებს, გამომწვევი, დახვეწილი და უკომპრომისოა. პატარა და მყუდრო ქუთაისის შემდეგ მსოფლიო მეგაპოლისზე მორგება ბიძინას არ გაშირვებია. იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანია. იმიტომ რომ აქ არავინ არაფერში გზღუდავს. იმიტომ რომ ბერლინი გაძლევს უფლებას იყო ის, ვინც ხარ და შექმნა ის, რასაც შენ თვლი საჭიროდ. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ვილაპარაკეთ საქართველოზე და მის ადგილზე მსოფლიოში, ქართველ ახალგაზრდებზე და ხელოვანებზე. რატომ არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ მიბრუნება და ცივილიზებულ ერებთან ინტეგრაცია? რა ისტორიული ფესვები აკავშირებს ამ ორ ძალიან განსხვავებულ, მაგრამ უძველეს ერს ერთმანეთთან? რატომ არის საჭირო რომ ადამიანმა თავისივე ქვეყანაში იპოვოს სამართალი და როგორ ღრნის და ალპობს უსამართლობა, არაკომპეტენტურობა და კორუფცია ქვეყნებს შიგნიდან? ბრუნდები ჩარიმატარებლით ბერლინიდან ჰამბურგში და ვიცი რომ მალე კვლავ მომიწევს ბერლინში ჩასვლა. უზომოდ გადაღლილ, მაგრამ ბედნიერ ადამიანთან, რომელიც ყველაფერს აღწევს, რაც კი ჩაუფიქრებია. ჩვენ კი ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს ახალი და რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ვიდეოებით. ლამაზი, საგაზაფხულო არომატებით გაჯერებულ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.